მოგესალმებით მეგობრებო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მე ვარ სალომე, ილიას სტუდენტური მოძრაობის წევრი და ეს არის პოდკასტი ვინ ლაპარაკობს. დღეს ლაპარაკობს გიორგი, ისტორიის მკვლევარი. გამარჯობა გიორგი, მოგესალმებით. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. რომ ძალიან საინტერესო იქნება შენი შეფასებები. იმიტომ რომ მე პირადად მინდა რომ დღევანდელ პოდკასტში ვისაუბროთ ისტორიულ ჭრილში და დღევანდელი პროცესები განვიხილოთ უფრო ფართო გლობალურად, ფართო მასშტაბით. დღეს განცდა მაქვს მე პირადად და არა მარტო მე, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს განცდა, რომ ძალიან დიდი ისტორიული პროცესების მომსწრენი ვარ. თუმცა მიმდინარე მოვლენების ისტორიულად შეფასება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჯერ ეს ყველაფერი დასრულდეს, რაღაც პერიოდი გავიდეს, თავის შედეგები გამოიყოს და შემდეგ მე მოხდეს ამ ყველაფრის ისტორიულ ჭრილში განხილვა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი წარსული ისტორიიდან გამომდინარე რაღაც პარალელები გავავლოთ და ვიმსჯელოთ რა საერთო ან განმასხვავებელი მახასიათებლები გვაქვს წარსულიდან გამომდინარე. მთავარი აქცენტი, რაზეც მინდა რომ დღეს შენ გვესაუბრო, არის ის თუ როგორ გამოვთქვამდით და გამოთქვამდა ქართული ხალხი პროტესტს წინააღმდეგობას რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და რა შედეგები და გავლენები მოხდენი ამას საქართველოს ეროვნულ მომავალზე პოლიტიკური პროცესების კუთხით. და ხო, ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. კარგი იქნება თუ დავიწყებთ რუსეთის იმპერიის პერიოდიდან, მართალია რომ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ საზოგადოებრივ ჯგუფს, კარგი იქნება თუ გამოყოფთ სტუდენტურ ნაწილსაც და ამების რუსეთში შეიძლება ისევ მაგ პერიოდში არ ჩადეს სტუდენტები, მაგრამ ზოგადად რომ მიმოვიხილოთ, როგორ დაიწყო ეს პროცესები. დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ხო, თანამედროვე საქართველოს ლაპარაკობთ და მის ფორმირებაზე ერთი აქ რა მოცემულობაში ყალიბდებოდა ეს საზოგადოება და ეს სახელმწიფო ეს ქვეყანა, ხო, რასაც გეოგრაფიულად საქართველოს ეძახიან. მეორე არის ვინ მართავდა ბოლო წლის განმავლობაში. და ეს არის ჯერ ავტოკრატიული რუსეთის ხელისუფლება, ცარიზმი, შემდგომში ტოტალიტარიზმი და ფაქტობრივად უკვე დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდიდან როგორც სამოქალაქო საზოგადოებას სულ საქართველოში მიწევდა ბრძოლა მეტნაკლებად მძლავრებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და კუთხეები უნდა ვიყოთ ვსაუბრობთ ბოლოს 10 წლის ისტორიაზეც, იმიტომ რომ ეს არის მუდმივი ბრძოლა ავტორიტარიზმის ემიგრაკილო ხელისუფლების შორის და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. და აი თანამედროვე საქართველოს ფორმირება ზუსტად სწორი შენიშვნა არის, რომ იწყება სტუდენტების მიერ მე-19 საუკუნის უკვე პეტერბურგში, მოსკოვში და რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებში, როცა მიხეილ ვორონცოვის მმართველობის შემდგომ 1850-იან წლებიდან უკვე ქართველი სტუდენტები სწავლობენ რუსეთის იმპერიის უნივერსიტეტებში და რო შევხედოთ ამ დროს, როცა ეს ხდება, მათი გამგზავრება მდიდარი თერგის გავლით იმპერიის დიდ ქალაქებში, ეს არის სულ რაღაც გუშინდელი დღე 1848 წლის რევოლუციიდან, რომელიც გლობალური მნიშვნელობის რევოლუცია იყო, ფართო შინაარსით, თითქოს ზუსტად ისეთივე შინაარსით, როგორც დღესთვის ქუჩებში გვაქვს, ერთდროულად ისმოდა, ვიცით 1848 წლის ევროპისა და არა მხოლოდ ევროპის ქალაქებში, ლოზუნგები თანასწორობაზე, დემოკრატიაზე, ეროვნულ განთავისუფლებაზე და რაღაც კუთხით ასევე დეკოლონიზაციაზეც და მსგავს ლოზუნგების მრავალფეროვნება დღესთვის ქუჩებში. ხო, დღეს ერთმა ჩემმა ლექტორმა რამდენიმე თვის უკან სამართლიან შენიშნა, რომ თბილისის მოვლენები ძალიან გავს 1848 წლის მოვლენებს, როცა შინაარსობრივი მრავალფეროვნება ეჩენს თავს. და აი ამ ვითარებაში, როცა ევროპული და გლობალური ცვლილებები იმდინარეობს ევროპის კონტინენტს და მის მიღმა, ქართული სტუდენტები აღმოაჩინენ ერთ უცნაურ მოცემულობას პეტერბურგისა და მოსკოვის და თუნდაც ხარკოვის უნივერსიტეტებში, რომ ისინი არიან სტუდენტები, მათთან ერთად აუდიტორიაში ხედან არა რუსი სტუდენტები, ესენი იქნებიან უკრაინელები, სომხები, ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ლატვიელები, ბალტიის ხალხები, ფინელები. ლექტორი ელაპარაკება მათ რაღაც რესპუბლიკანიზმზე, მაგრამ აღმოაჩინა, რომ რესპუბლიკანიზმი რამდენად კარგი, რამდენად მიუღწეველი არის ამ სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ ისინი არ არიან დიდი სახელმწიფოს წარმომადგენლები და ისინი აცნობიერებენ, რომ ერთადერთი ხსნა და საშუალება რომ მიიტანო ლიბერალური რესპუბლიკური იდეები შენს ხალხამდე, ჯერ უნდა გახდე ნაციონალისტი და უნდა იყო ეროვნული მოძრაობის წიაღში,
შებიჭებული ადამიანი და შემდგომში უნდა დაიწყო უკვე რაღაც ლიბერალური შინაარსი. და სწორედ ამიტომ არის რომ 1848 წლის შემდგომ ლიბერალიზმი და ნაციონალიზმი სინონიმები არის. თუ ხარ ლიბერალი თან არაევროპელი მithumetes ან ევროპის პერიფერიული ნაწილიდან ნიშნავს რომ ხარ ავტომატურად ნაციონალისტიც. ესეთი იყო გარიბალდი მაგალითად, ესეთი ეს მთელი იტალიური ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობა, ეს არის სილეზიური, ბოჰემიური და მორავიული ნაციონალიზმები ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. იგივე ხდება პოლონეთის ორივე სამივე ნაწილში, ავსტრიულში, რუსულში და პრუსიულში. შესაბამისად, აი ამ გლობალური დისკუსიების ფარგლებში თერგდალულები აცნობიერებენ, რომ ისინი უნდა გახდნენ ჯერ ეროვნული იდეების მატარებელი ხალხი და შემდგომში უკვე ლიბერალები. და ესეთი ცნობილი ფოტო არის 1860-იან წლების სტუდენტური ამბოხის შემდეგ პეტერბურგში, როგორც დაატუსაღა ცარიზმმა არავის სტუდენტები, მათ შორის ერთ-ერთია ნიკო ნიკოლაძეც, რომელსაც ცარიზმი დავებოდა განხეთქილების შეტანას იმპერიის უნივერსიტეტის აუდიტორიებში. ასე რომ ეს ქართული ეროვნული მოძრაობა პრინციპში გადაჯაჭვულია სტუდენტურ მოძრაობასთანაც. ილია ჭავჭავაძეს და მის თანამოაზრეებს, როგორც ქართულ სტუდენტებს, ისე მაგალითად პოლონურ სტუდენტებს, რომლებიც მის აუდიტორიაში იმყოფებოდნენ ხოლმე, იმის რამდენიმე განმავლობაში ილიას სწავლობდა, თმები ჰქონდათ შეჭრილი როგორც გარიბალდის რაზმის მეომრებს. და ცნობილი ამბავი რომ ილია ჭავჭავაძეს უნდოდა რომ ჩაწერილი იყო გარიბალდის რაზმში, იმიტომ რომ მისთვის ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ ნიშნავდა ბრძოლას ზოგადი იმპერიალიზმის წინააღმდეგ და მათ შორის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგაც. და ეს უნდა გვახსოვდეს კარგად, რომ უნივერსიტეტის იდეა ფაქტობრივად, რომელიც 1918 წელს შეიქმნა საქართველოში, სათავეს იღებს აი ამ ხალხისგან, ვინც პეტერბურგში სწავლობდა. მათ შორის ეს დაფუძნებელი პროფესორები, ვინც 1918 წელს, ისინიც ერთდროს სტუდენტური მოძრაობის აქტიური წარმომადგენლები იყვნენ და ბევრი მათგანი, ასე ვთქვათ, რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში მუდამ აპროტესტებდა ცარიზმს. მეორე მიმართულება ამ შემთხვევაში განათლების კუთხით რო წავიდეთ, ეს თბილისის სემინარია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი დაწესებულება იყო უმაღლესი განათლების მიცემის კუთხით, რა ყოველ შემთხვევაში ერთგვარი გახსნილი ფანჯარა იყო უმაღლესი განათლებისაკენ და ეს პარალელურ რეჟიმში ხო? ეს ცოტა ადრე დაიწყო სემინარიის ისტორია 1810-იან წლების ბოლოს. და აქაც იგივეს ვხედავთ სემინარიის კედლებში, როცა ეგრეთ წოდებული უსახელო მამების შვილები, სრულიად სწორად განდევნილი მამებისა და დედებისა შვილები აბარებენ სემინარიაში და იწყებენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. განსხვავებით თერგდალულებისაგან, აღნიშნული სტუდენტების ასე ვთქვათ, უკანა წარსულს ვლაპარაკობთ. თერგდალულებები ნაკლებად თავადაზნაურობისა და ქართული აღმავალი ბურჟუაზიის წარმომადგენლები არიან და სემინარიის ბიჭები ამ შემთხვევაში არიან სრულიად ისტორიიდან გარეთული დედებისა და მამების შვილები. და ერთ-ერთი ესეთი პირველი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელსაც მიეწერება სწორედ ასევე სტუდენტური მოძრაობიდან რესპუბლიკანიზმის იდეის ჩამოტანა საქართველოში. 1825 წლის შემდგომ, რო ცხოვრობ პეტერბურგში, ნიშნავს, რომ შენ სულ მცირე გაცნობიერებული გაქვს ერთი დიდი ამბავი, ეს არის ნაპოლეონის ომების შემდგომი რუსეთის იმპერიის ბედი. იქნება ეს ავტოკრატიული თუ რესპუბლიკური და სწორედ ამიტომ 1825 წელს რუსეთში ხდება დეკაბრისტების ცნობილი აჯანყება, როცა სამხედროები, რომლებიც ლიბერალურ ტრადიციას მიეკუთვნებიან და ინტელიგენცია, რომელიც ასევე მეტნაკლებად ფრანგული რევოლუციის იდეებით საზრდოობს, ფიქრობენ რესპუბლიკაზმის და სოლომონ დოდაშვილი სწორედ აი ამ პერიოდში მოღვაწეობს ყოფილი სემინარია იყო სტუდენტი პეტერბურგში და ჩამოაქვს საქართველოს რესპუბლიკაზმის იდეა. შემდგომში ეს მის გათავისუფლების იდეა შეაკვეთა სკოლაში, პირველი კლასიკური გიმნაზიის სახელით ცნობილ სკოლაში, სადაც მისი მოსწავლე იყო ბარათაშვილი. შესაბამისად, ეს მოსწავლეების უწყვეტობა ძალიან სიმბოლური და საინტერესო არის. შემდგომი ნაბიჯი არის სტუდენტების მხრიდან 1840-იან წლებიდან, სემინარიებიდან, თბილისის სემინარიაში, როცა 1840-იან წლებში იწყებენ სოციალური ტექსტის გამოხატვას და ეს აღწევს პიკს 1880-იან წლებში, როცა იქმნება სემინარის კედლებში პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. შესაძლოა საინტერესო არის, რომ სემინარიაში სხვა პერიოდში მასწავლებდნენ მაგალითად იაკობ გოგებაშვილიც.
რომელიც ქართული განათლების ფუძემდებელი ხარ თავადაც სემინარიები. და ეს განათლების კერები და გაჩნდა ეს თაობები, რომლებმაც სათავო საქართველოს შექმნეს, საკმაოდ კარგად გასააზრებელი მოცემულობა არის. იმიტომ რომ ესენი არიან ერთდროულად ხალხი, რომელიც აქცენტირებს სტუდენტურ და სემინარიელი ბიჭების წრეებში სოციალურ დაასწორებასაც, ეკონომიკურ პრობლემებსაც, პოლიტიკურ დესტაბილიზაციასაც და ავტოკრატიასაც და იმპერიალიზმს და ნაციონალურ ჩაგვასაც. და ამის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა სემინარიაში 1890 წლებში უკვე გახდება ნოე ჟორდანია და რომელსაც იეწერება პრინციპში თანამედროვე რესპუბლიკის შექმნა. თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან რო არ ვცადეთ მარტო პოლიტიკოსებზე, მე-19 საუკუნის საქართველოს რელიგიური განთავისუფლების ეპოქაც. როცა სემინარის კედლებში თუ კი ბიჭების ნაწილი ხდება მემარცხენე სოციალ-დემოკრატი აქტივისტი, მეორე ნაწილი ხდება ქართული ავტოკეფალური ეკლესიის ახალი, ასე ვთქვათ, სამწყემს, ანუ ახალი წამსები ხდებიან ეკლესიის, ხო, ან კირიონი, ან ეს ხალხი სწორედ სემინარიდან მოვიდნენ. და მნიშვნელოვანია ეს, რომ ისინიც კი, ვინც არ აირჩია საერო ცხოვრება, ისინიც აქტიურად პოზიციონირებდნენ ქართული სახელმწიფოს დასაცავად. და მათ შორის ის მასწავლებლებს, რომლებიც სემინარში ასწავლებდნენ, ამ შემთხვევაში არასაერო პირები. თუნდაც ესეთი გაბრიელ კიკოძე, რომელიც ძალიან საინტერესო მასწავლებელი და სასულიერო აქტივისტი იყო, ესაც უნდა გავხსენოთ. შემდგომი ნაბიჯი ალბათ არის აი სტუდენტური მოძრაობების საქართველოში 1918 წელი. სადაც შემდეგ პერიოდზე გადავალთ. ხო შეიძლება შეაფასო რა გავლენები იქონდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის რომ რეპრესიული იყო მაშინერი რუსული იმპერია, რა გავლენები მოახდინა იმაში პოლიტიკურ პროცესებზე, რაღაც გარკვეულ იმ ბიძგებს ხომ არ მისცა, ბიძგი ხო არ მისცა დაშლა რუსეთის იმპერიას ამ კონკრეტულმა მოვლენებმა. მე მესმის რომ ეს ერთი კი არ ყოფილა და ერთი კონკრეტული საზოგადოების წარმოშობილი პროტესტი არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად წელში რა როლი ითამაშა რუსული იმპერიის დაშლაში? აქ ძალიან საინტერესო არის თუ რა სწავლობენ სტუდენტები პირველ რიგში. როცა არიან ამ უნივერსიტეტის სტუდენტები პეტერბურგში თუ მოსკოვში თუ ევროპის ქალაქებში, ისინი სწავლობენ ან სამართალს, ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. და სამშობლოში დაბრუნების შემდგომ ჩვენ ვიცით, რომ ილია ჭავჭავაძე მაგალითად დუშეთის რაიონის მოსამართლე იყო და აქტიურად ცდილობდა სამართლების იდეა შეეტანა, მაგრამ ხალხი, ვინც არ აირჩია სამართლის მიმართულება და იყვნენ ჰუმანიტარები ამ შემთხვევაში, მათ ფაქტობრივად გააღვივეს ქართულ ნაციონალიზმი. ისინი ხდებიან პირველი თაობა საქართველოში კვლევრებისა და პუბლიცისტების, ვინც აქტიურად წერს წარსულზე, არქეოლოგიაზე, ეთნოგრაფიაზე, მუსიკაზე და ქართული ხალხის ტრადიციაზე. იგივე ხდება მაგალითად პოლონეთში, იგივე ხდება ლიტვაში, იგივე ხდება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, იგივე ხდება ფინეთში, იგივე ხდება სომხეთის აღმოსავლეთ ნაწილში, იგივე ხდება თანამედროვე აზერბაიჯანში და მეტიც დაახლოებით იგივე პროცესები ხდება ცენტრალურ აზიაში. და ამას ქვია ჯადიდიზმის მოძრაობა, როცა სეკულარი მუსლიმი სტუდენტები უკვე ბრუნდებიან საკუთარ სამშობლოებში და შეაქვთ ეს განმარტლობის იდეები. და ერთ-ერთი მიზეზი ცხადია იმპერიის კოლაფსის 1917 წელს იყო, ცხადია სამხედრო პრობლემები, რაც რუსეთს ჰქონდა, მაგრამ აღმოვადა ნაციონალიზმიც. და არა მხოლოდ რუსეთის იმპერიის, ამ გლობალურ სვერჩით შევხედავთ, იგივე პრობლემა იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. და იქაც იგივე ხდებოდა, რომ ჩადიან, წარმოგიდგენთ ტიპიური რომანის სიუჟეტი. ბოჰემიელი ბიჭი ჩადის ვენაში, სწავლობს ვენის უნივერსიტეტში, აღმოაჩენს, რომ მის აუდიტორიაში არიან სლოვენიელები, სლოვაკიები, ჩეხები, პოლონელები, ლაპარაკობენ გერმანულად ყველანი, მაგრამ გერმანიამ სამშობლო, ავსტრიამ სამშობლო არ არის. იგივე ხდება პრუსიის იმპერიაში, როცა პოლონელები სწავლობენ ბერლინში, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ არა ეს ჩემი სამშობლო ზონაში. ამიტომ როცა ბრუნდებიან საკუთარ მხარეებში, ისინი თავიდან ირიყებიან ცხადია პირველ ჯერზე. სხვაშორის პოლონინგი არის ძალიან კარგი ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი. ციგანი აქ საქართველოს სწორედ აი ამ ხალხზე სტუდენტები და მე გახდეთ ქართველი ეს დამფუძნებლები უცხო მხარეში. ან თავიდან როგორ მიიღო საზოგადოება ისინი როგორც უცხოები და შემდგომ თავად როგორ იწყებენ ეს უცხო ქცეულები საქართველოს აღმოჩენას და როგორ გაკურებულები არიან, რომ ახლა რამდენად უცხო ყოფილა ჩვენი სამშობლო.
დღეს სამედნიეროდ შედარებით ბედნიერი ეპიზოდი გვაქვს, როცა მთელ საქართველოს ვიცნობთ ჩვენ, მაგრამ ისინი არ იცნობდნენ საქართველოს კარგად, იმიტომ მაინც ფეოდალი შვილები იყვნენ და მათი გეოგრაფია შეზღუდული იყო. შესაბამისად, ამ სტუდენტებმა მოძრაობებმა არა მხოლოდ ქართულ ნაციონალიზმის შექმნა, არამედ ქართული განათლების რეფორმირებასაც შეუწყო ხელი. რო არა ივან ჯავახიშვილის მუდმივი მოწადინება, რომ გამოექვია შუა საუკუნეებისა და გვიანანტიკური პერიოდის ქართული ჰაგიოგრაფიული და საისტორიო მწერლობა, ისტორიაში ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს ასე მძაფრად შუა საუკუნეების მეხსიერება და სწორედ ივან ჯავახიშვილს მიეკუთვნება, რომ ამ ქართული რესურსოვანი ისტორია შექმნა, როგორც ჯერ დოქტორანტმა სტუდენტმა და შემდგომში პროფესორმა. ასე რომ ეს უამრავი თაობისა და უამრავი პროფესიის ადამიანების მუდმივი შრომა იყო ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში დამთავრდა 1918 წელს. და სამი დიდი მოვლენა არის 1917 წლის რევოლუციის შემდგომ და სამეფო კავშირმა განათლების კერებს სინამდვილეში. სემინარიაში გამოსწორებულმა სასულიეროებმა მოიპოვეს ავტოკეფალია, რუსეთის იმპერიის აუდიტორიებში გამოსწორებულმა მეცნიერებმა დააარსეს ქართული უნივერსიტეტი, ხოლო რუსეთის იმპერიის უნივერსიტეტებში დასწავლულმა და თბილისის სემინარის კედლებ გარღვეულმა სტუდენტებმა და სემინარიელებმა დააარსეს რესპუბლიკა. ანუ ერთ გაიხიტო ეკლესიაში და არის კირიონი და ამბროსე, შეყო თესავსკოლის კორპუსში და დაინახა იმ დროს მაგალითად აკაკი შაინძის, რომელიც დაიწყო მისი კარიერა პედაგოგიკის უნივერსიტეტში და შემდგომში უკვე აქ დაიწყო ქართული დისერტაცია თბილისში. ცოტა ქვემოთ ჩახვალდა და შეგვხვდება ქუჩაში ნიკო ნიკოლაძე, რომელიც ჯერ პედაგოგის სტუდენტი იყო და მერე ციურიხის უნივერსიტეტის და იქვე შეგვხვდება ნოე ჟორდანია და ისიც სემინარიელი და შემდგომში აკაკი ჩხენკელი ლაიფციგის უნივერსიტეტი დამთავრებული და ეს ფაქტობრივად უნივერსიტეტებმა სემინარიამ და მეცნიერებამ 1918 წლისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ძვრები შეიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომ სამი დიდი მოვლენა განაპირობა: ეკლესიის ავტოკეფალია, სახელმწიფო და უნივერსიტეტი. მე უკვე მოდის დამოუკიდებლობის 3 წელი. აი მან რა ხდება, რაც იდენტობის შეგრძნება როგორია, რამდენად განვითარებული გვაქვს ჩვენი იდენტობა, რაც ვაკეთებთ ამისთვის, ამის შემდეგ ნაბიჯი რა არის, როგორ გაანაძა მაშინ იმ დროინდელმა საზოგადოებამ და კიდევ უფრო სტუდენტებმა ეს პროცესი. 1918 წლისთვის ფაქტობრივად თბილისი კარგავდა უკვე თავის ძველ კოსმოპოლიტურ სახეს და ყალიბდებოდა ახალი თბილისი, რომელიც უნდა ყოფილიყო საქართველოს დედაქალაქი და აკადემიური ცენტრი. ეს ორი რაღაც განუყოფელი იყო ერთმანეთისგან, იმიტომ რომ უნივერსიტეტის იდეამ და ახალ რესპუბლიკის ფორმირებამ ფაქტობრივად პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის გააცოცხლა პოლიტიკური პროცესი. და დღეს ჩვენ გვესმის ხოლმე სამწუხაროდ, რომ უნივერსიტეტის კედლებში არ არის პოლიტიკის ადგილი. გსმენთ ესეთი რაღაც. 1918 წლის შემდგომ, როცა იქმნება რესპუბლიკა, მას ყავს დროებითი პარლამენტი, აგრონული საბჭო, რომლის ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებითაც უნდა ჩაენიჭოს 1919 წელს არჩევნები თებერვალში და ამ არჩევნებში მოწმობენ აკადემიური წესწავლმადგენლები აქტიურად, მათ შორის უნივერსიტეტის დამაარსებლები. და თუ უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკის ადგილი, მაშინ პროფესორები რატო არიან ხო პოლიტიკაში ჩაბმული? ესე იგი პოლიტიკა როგორც იმ წლებში მოღვაწე ძალიან კარგი სოციოლოგი იყო და მაქს ვებერი, რომელიც პარალელურად წერს ხო ამ ბერლინში თავის ლეგენდარულ ტექსტს პოლიტიკა როგორც მოწოდების ხელოვნება. ხო აქ იქნება ესეთი გარემო, რომ პროფესორები პოლიტიკით ინტერესდებიან, ყველა ხდება პოლიტიკა მათთვის არის, კომპოზიტორები, ხატვარი, ყველანი და ამის ფონზე თბილისის უნივერსიტეტის მაგალითად ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ პოლიტიკური მრავალფეროვნებაა როგორც პროფესორებში, ისე სტუდენტებში. და მაგალითად რამდენიმე მოწინავე პარტია მარტოს ერთ-ერთი სოციალ-ფედერალისტური პარტია, რომლის წევრიც იყო ძალიან ცნობილი, შემდგომში საბჭოთა რეჟიმთან ძალიან დაახლოებული ადამიანი პროფესორი შალვა მოცუბიძე და მაგალითად ივან ჯავახიშვილი უთანაფსობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, უნივერსიტეტის გახსნაზე საერთოდ აკაკი ჩხენკელმა სიტყვა წარმოთქვა სოციალ-დემოკრატმა და სტუდენტების შიგნით არის პოლიტიკური მრავალფეროვნება. არსებობს სტუდენტური ფედერალისტური გაერთიანება, რომლებიც არიან საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერების სტუდენტები, რომლებიც საუბრობენ პოლიტიკაზე. და მე უკავშირდებიან მათ პროფესორ შალვა მოცუბიძეს და სხვებს, ვინც არიან ფედერალისტები და უზიარებენ თავიანთ ხედვას პოლიტიკაზე.
ასევე ერთგვარი დემოკრატიული მიწამის სტუდენტებიც არიან უნივერსიტეტში და ისინი საუბრებიან ჯერ ერთმანეთს და შემდგომ პოლიტიკოსებს. ანუ უნივერსიტეტის კედლებში ჩვეულებრივად ხდება პოლიტიკის შექმნა, წარმოება და განვრცობა. ასე რომ 1918 წელი თუ ჩვენთვის საზომი არის ბევრი მიმართულებით. მაშინ ამას თუმცა საზომი უნდა იყოს, რომ უნივერსიტეტი და პოლიტიკა განცალკევებული არ უნდა იყოს ერთმანეთისგან. ბოლო-ბოლო რო სწავლობ ისტორიას, იმიტომ სწავლობ, რომ რაღაც პოლიტიკური პროცესანაც გააკეთო, ხო, რაღაც 1 საუკუნის უკან არის. როცა მაგალითად სწავლობ პოლიტიკის მეცნიერების დღევანდელობაში საერთაშორისო ურთიერთობებს და მე გეუბნებიან, რომ იცი რა, პოლიტიკა არა შენ საქმე და როცა პირობითად ფილოსოფიის სტუდენტი ხარ და ერთდროულად გიწევს აიკითხო პირობითად რომელია ფილოსოფოსები, აგვიან ანტიკური ავტორები, რომლებიც პოლიტიკაზე და რელიგიაზე და მსგავს თემებზე აქტიურად წერენ, ან ჰობსი რო გაგცილავ გულში და პირობითად ტოლკუილი და მე გეუბნები პოლიტიკა. ან სიგიჟე არის, ხო? ამიტომ 1918 წელთან მიბრუნება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ალბათ, რომ სტუდენტებმა ჩვენ თავი დავინახოთ, როგორც ერთი აქტივისტები, მეორე როგორც ხალხი, ვისაც ევალება რომ გადაიბაროს წლების შემდგომ აკადემიური ტრადიცია და მესამე რომ მათ შექმნას სამოქალაქო საზოგადოება. რამდენი უნივერსიტეტი დაარსდა, ხო, ან მე-19 საუკუნეში და ბევრი რო შევხედოთ მსოფლიო რუკას და რატო არსდება, ხო, ისინი პირდაპირ კავშირშია ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობასთან. ანუ გერმანიაში თავიდან პირობითად იყო საუკუნის დასაწყისში იყო 50 ისტორიის პროფესორი და საუკუნის მიწურულს იყო 128. თუ გაჩნდა მოთხოვნა გერმანული პოლიტიკა, რომელიც ახლა იქნება ბისმარკის პერიოდში, უნდა გამოიკვლიოთ აკადემიიდანაც და ისტორიკოსები ფაქტობრივად პოლიტიკურ პროცესებში ერევი იყო. ყველაზე ცნობილი გერმანელი ისტორიკოსი მაგალითად ლეოპოლდ ფონ რანკე ბისმარკის მრჩეველი იყო. ანუ აკადემიიდან წამოსული ხალხი ძალიან მარტივად პოლიტიკაში მიდიოდა. ასე რომ გლობალურადაც და ლოკალურადაც რო შევხედოთ, ანუ იქნება ეს მე-19 საუკუნის ბერლინი თუ მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისი, პოლიტიკა სტუდენტები, აკადემია ძალიან ერთი დიდი ერთობა არის სინამდვილეში, რომელიც მიისწრაფოს ერთი მიმართულებით, ეს არის დემოკრატიული ტრანსფორმაცია იმპერიის შემდგომ. იცი, ცოტა კრიტიკულ კითხვას დაგისვამ. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ მაშინ იდგა ამის საჭიროება, იდენტობის კრიზისი და ამიტომ შევიდა პოლიტიკა უნივერსიტეტებში. თუ ისედაც ესე უნდა იყოს, ეს ტრადიცია უნდა იყოს, მე მესმის, რასაც გულისხმობ, უბრალოდ მინდა რომ მაყურებლისთვის უფრო გასაგები იყოს ეს. ჩემთვის როგორც პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტისთვის წარმოუდგენელია ვისწავლო უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის გარეთ არ დავაკვირდა იმ პროცესებს, რაც ხდება. და ამის პარალელურად ამ ყველაფერს ისე კეთება, რომ ეს ყველაფერი შიგნით არ შემოიტანო, თითქოს შეუძლებელია რა, ჩემთვის პირადად. და ისეთ მე მინდა რომ ეს უფრო მკაფიოდ ახსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც თვლის, რომ თუნდაც პირობითად ქართული პოლიტიკა არის ძალიან შორს და ძალიან სხვაგან და ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვსწავლობთ, არის საერთოდ სხვა მატერიები და ამის გაიგივება ხანდახან რთული ახლა და უჭირთ ადამიანებს. და ამ კუთხით, აი მაგიტომ მაინტერესებს ეს საჭიროება იდგა კრიზისიდან გამომდინარე თუ ზოგადად ესე უნდა იყოს. მოდი დავიწყოთ მაშინ ჯერ ეს უნივერსიტეტის იდეით მოკლედ. ანუ მე-18 საუკუნიდან უნივერსიტეტის იდეა არის რომ შექმნას პოლიტმეცნიერების კერა. მეტი მას არაფერი არ ევალება, მაგრამ ისეთი ორი დიდი მოვლენა როგორც იყო მაგალითად ინდუსტრიული რევოლუცია და შემდგომში ფრანგული რევოლუცია, ამან სულ ახალი ეპოქა შექმნა, რასაც ვეძახით მოდერნულობას. და შეიძლება დღესაც ვცხოვრობთ, ხო? შეიძლება სხვა მოდერნულობები არსებობთ ეს კონტინენტზე, მაგრამ მაინც მოდერნულობაში ვცხოვრობთ. და აი მოდერნული ცხოვრების განუყოფელი ელემენტი გახდა უკვე უნივერსიტეტის პოლიტიკის და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლიობა. ერთ გასაგებო საჭიროებაც იყო, მაგრამ იქ სადაც არის საჭიროება, იქაც ხდებოდა მსგავსი რაღაცები. ან ამერიკის უნივერსიტეტებში არ იყო ესეთი პრობლემა იდენტობის კრიზისის კუთხით, ხო, მათ არ ჭირდებოდა ნაციზმის მშენებლობა, ან იმპერიის შემდგომ რაღაც დაფუძნება, მაგრამ იქაც იყო. კონტინენტს რო გავხსნით, თუნდაც ბრიტანეთის უნივერსიტეტებში საკმაოდ ცხადი დისკუსიები იყო პოლიტიკაზე. და ბრიტანეთის იმპერია თვითონ არ ჭირდებოდა ამას არც ეცემა, მაგრამ ოქსფორდში და კემბრიჯში ხდებოდა მსგავსი. და ცოტა აქეთ წამოვიდეთ, თუნდაც იგივე კითხვა შევდავრჩეთ. 1970 წელს ევროკავშირის ზონაში ძალიან კარგი სიტუაცია იყო, არც აწუხებდა ავტორიტარიზმი, არც კგბ-ს ადგა თავზე ფრანგ სტუდენტებს, მაგრამ მაინც მოხდა ეს ცნობილი რევოლუცია, რომელიც კინოშიც, ლიტერატურაშიც და პოპ კულტურაშიც დაწყებული მუსიკით და ავტორული გრაფიტებით
იქცა რაღაც უკვე ხელოვნების ნიმუშებადაც კი ხო? ასე რომ ეს თავდადიაკვნების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არის მუდმივი კონტროლი სტუდენტებისა და აკადემიის წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკის, იმიტომ რომ მათ ებადებათ. ხო, ცოცხალი პროცესია, ჯერ ერთი თან შენი ნაწილია, რაც არ უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქის ნაწილია, მაგრამ როდესაც ამ მეცნიერებაში ხარ, უფრო გრძნობ ამ კავშირს და ხო, ლოგიკურია, რომ ეს კავშირი უნდა იგრძნო დაინახო და შენი პატარა წვლილი შეიტანო ამაში. ხო, საინტერესოა სტუდენტების როლი და მე მაინტერესებს გადავიდეთ საბჭოთა კავშირზე, შედარებით ძალიან მძიმე და რთულ პერიოდზე, რომელსაც ძალიან დიდი ვახალები ყავა. მან როგორ ვითარდება სტუდენტების ცხოვრება, ზოგადად საგანმანათლებლო სივრცეს რა იმართება საბჭოთა კავშირში, რა იმართება შესაბამისად სტუდენტებს. აქ უკვე ძალიან მძლავრად იწყება პროპაგანდა, რამდენად ექცევიან სტუდენტები პროპაგანდის ქვეშ, რამდენად იყო სტუდენტებს შორის დაპირისპირება ამ კუთხით და საბოლოოდ სადამდე მივედით. რადგან საბჭოთა წარსული უწყვეტად 60 წელი არის, აქ ეს ერთი ხელისაღებით არ გამოვა შეფასება, იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ ხალხი ვისაც საბჭოთა კავშირი ნატრება იტყვის პირიქით მაშინ 30 წელი დამოკიდებლები ხართ და ამას მიაღწიეთ და ჩვენ უხსნა რომ 30 წელი იყო სხვა პერიოდი ხო ამ სამხურდია შევალაც ისინიც გვეტყვიან რომ 60 წელი სხვა პერიოდი იყო ბრეჟნევიზმი იყო სტალინიზმი და რატოა ერთმანეთს ყოლავს ხო და ამიტომ ასე აბსოლუტურად გავაკეთოთ დასაწყისზე უფრო დასაწყისზე იყო ძალიან პრობლემური თუნდაც იმიტომ რომ აღმოჩნდა ქართული განათლების სისტემა და პირველში უნივერსიტეტი და სტუდენტები პირდაპირ გაგებით ანუ ტყვეობაში, იმიტომ რომ საბჭოთა ახალმა ხელისუფლებამ ერთ-ერთი რაც ამბობ პირველ სამეცნიერში იყო უნივერსიტეტი. იმიტომ რომ ცხადი 1921 წლის ივან ჯავახიშვილის მიმართვისა შემდგომ რომ თბილისის უნივერსიტეტს კარგი ბედი არ ეწეოდა ხვდებით მაგას. ვინც არ იცის ახალგაზრდა ნუ მე ახალგაზრდა მაგრამ მიწევს ამასთან ყოველდღიური შეხება. შეიძლება არის ეს რომ ოკუპაციის დროს ზუსტად აი ამ პერიოდში როდესაც ამას ვწერთ ამ ჩანაწერს 1921 წლის თებერვალი იყო მაშინაც თებერვალს იყო ივან ჯავახიშვილმა მოუწოდა სტუდენტებს რომ დროებით მიეტოვებინათ აუდიტორიები და ვისაც შეეძლო და ქონდა შესაძლოა ფიზიკური გზაობა და უნარი იარაღი აიღო ხელში და დაეცვა პირველი ქართული რესპუბლიკა. ასე რომ აი ამ შემდგომ ამ ლეგენდარული და საკულტურო მომენტის შემდგომ ცხადია რომ ის საბჭოთა ჯალათები პროექტში ამოიღდნენ სამეცნიერო უნივერსიტეტს. და აქ იწყება პროფესორის შეცვლა პროექტში, კოსმოსში გეგმა აქვს საწყის ეტაპზე და მოკავშირის პოვნა. ერთ-ერთი პირველი მოკავშირე ვინც იყო, სამწუხაროდ არის ყველაზე დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი შალვა ნუსუბიძე, რომელიც ღიად დაუდგა საბჭოთა რეჟიმს გვერდით 1921 წლის თებერვლიდანვე. რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი ფაქტობრივად პოლიტიკურ ცხოვრებას თავს ანებებენ, მაგრამ მაინც რჩებიან რეზოლუტური დისიდენტები, რომლებიც 1924 წლისთვის აქტიურად ჩაერთმევიან აჯანყებაში, რომელიც იგეგმება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება დამფუძნებელი პროფესორებს, მათ უშუალოდ მიეცათ მითითება, რომ ან ასე ვთქვათ, გამოიყენებენ იმ მიდგომებს, რომელიც არსებობს უკვე საბჭოთა რუსეთში და უნდა ტრანსფორმდეს საბჭოთა საქართველოში, ეს არის მარქსიზმ-ლენინიზმის იდეები და მათი მეთოდოლოგიით უნდა იმუშაონ და ასე გრძელდება რაც 1925 წლის არ მოხდება დიდი ტერორი და მთლიანად არ მოუყვება პროფესორებს ახალი თაობა რომელიც ჩაანაცვლებს უკვე დამფუძნებელ პროფესორებს. რაც შეეხება სტუდენტებს, აქ არის ორი მიმართულება. ერთი ეს არის ჰუმანიტართა წრე, რომელიც ძალიან ნაკლებად იყო პოლიტიკაში. აქ არის მაგალითად ისეთი ხალხი, როგორც არის ვახტანგ ჭელიძე, ძალიან კარგი ასე ვთქვათ მთარგმნელი და ლიტერატორი, რომელიც მაგრამ მას მაგა არ აინტერესებს. და ბიზნესი რა არის კონფორმიზმი? თუ ახალი არის საბჭოთა ტერორი. ანუ ეს არის 30-იან წლები და სტუდენტები ვერ ისკავენ ლაპარაკს ამ ყველაფერზე. თან იცი რომ გუშინ დახვდა შენი პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი მაგალითად, რომელიც პროფესორი იყო უნივერსიტეტში, ამიტომ ვერ ისკავენ სტუდენტები ამ ყველაფერზე აქტიურად ლაპარაკს. მაგრამ რაღაც სადამკვეშა განწყობები ხომ აიცით? სადამკვეშა განწყობები ჩნდება სწორედ, მაგრამ არა ჰუმანიტართა წრეში. ამ ცნობილ
ან სახელოვან ხალხში ნაკლებად ჩნდება, ვისაც ვიცნობთ ხო ჩვენ თარგმანებით, წინასწყვეტებით, რომელიც წინებზეა დაწერილი. აქ არის რამდენიმე სტუდენტი, რომელიც უკვე მეორე მსოფლიო ომის წლებში, ტერორიდან მალევე, გააწყვეტს, რომ თუშეთში დაიწყონ აჯანყება საფრთხეების ნაკლებად. ეს სრულად უპრეცედენტო ამბავი არის, ერთ-ერთი სტუდენტის გვარი იყო იმერლიშვილი მაგალითად, რომელიც აქტიურად ცდილობდა რომ საბჭოთა ხელისუფლება გაეძევებინა მეორე მსოფლიო ომის წლებში საქართველოდან და ეს დაკავშირებული იყო უნივერსიტეტის გარემოსთან. სამანელების აჯანყებას დაარქვეს თუშეთში ამ მოვლენას, რომელიც ახლა საბჭოთა რეჟიმმა ჩაახშო და გადაუარა. შემდგომი არის უკვე ამ სტუდენტურ მოძრაობაში სტალინის წვლილი შემდგომი პროცესები, როცა მეტნაკლებად უკვე სტალინიზმისგან ამოისუნთქა ხალხმა, მაგრამ მაინც აქვს სენტიმენტი სტალინის მიმართ მეტნაკლებად. და ეს გამოჩნდება 2016 წელს, როცა ხრუშოვის აქუანელი პროპაგანდა იყო. აი აქ უკვე არის სტალინური პროპაგანდის სერიოზული განმოვლინება ორი მიმართულებით. პირველი თაობა გაიზარდა სტალინის სახელობის უნივერსიტეტში, აი ეგ უნდა ვთქვა, მადლობა შემახსენა, რომ მას პერიოდი ამ თბილისის უნივერსიტეტს იყო სტალინის სახელობის უნივერსიტეტი. ცხადია, რომ მაგა აქ რომ ანუ ჩვენთვის რა საზომი ილია ჭავჭავაძე და კიდევ აპოლო გუდათელაძე და დიმიტრი შევარდნაძე და ზაქარე ფალიაშვილი და ონო სააჯიშვილი დღევანდელობაში როგორც კარგი ხალხის იმათო საზომი იყო კარგი კაცობის რაღაც კუთხის სტალინი ხო ამ სამწუხაროდ და ანუ ეს პროპაგანდა მუშაობს გარდა ამისა 1940 წლებში სტუდენტები ვინ არიან ხო ანუ ეს არის ხალხი ვინც ისტორია ესწავლა ლავრენტ ბერიას და იოსებ სტალინის დაედაქტირებულ სახელმძღვანელოთი მიუხედავად იმისა რომ ავტორები იყვნენ ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია ტექსტი დააცენზურეს სტალინმა ბერიამ და კანიჩარკვიამ შესაბამისად რო იზრდები რაღაც საბჭოთა ისტორიით და საბჭოეთის იდეით 9 მარტს ცხადია სტალინისთვის თავსაც გაწია და ეს სამწუხაროდ მოხდა ეგეთი ნეგატიური ფაქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თუმცა ამას ნეგატიური იყო იმდენად ახალ დასავლების მისაბიძ ხო მაინც შეძლებთ ხო შენარჩუნება იდენტობის ეროვნულობის რაღაც ამ პროპაგანდის მარწყობიდან მაინც რაღაცნაირად თითქოს შევძლებთ თავის დაღწევა ამ პერიოდშიც. კი, და თან 2016 წელი არის პერიოდი, როცა ზუსტად გავსახურდია და თოჩაროშვილი მაგალითად 16 წელს იყო. და თუნდაც მათი მეგობარი, რომელიც არ იყო დაკავშირებული უნივერსიტეტთან, მაგრამ იყო დაკავშირებული კონსერვატორიასთან, ერაყოსტავა. შესაბამისად, ანუ უკვე ახალი თაობა ჩნდება სტალინის ასწავლის შემდგომ და 9 მარტის მოვლენების კვალდაკვალ, რომელიც უკვე აქტიურად იწყებს სხვა უნივერსიტეტის შიგნით დისკუსიას და ლაპარაკს. და ეს კითხვა მაქვს ბავშვობიდან, რაც ცნობიერად დავიწყე ამ ყველაფრის შეფასება, როცა ამ პროპაგანდით იზრდები, ხო და თუ ის ადამიანები, ვისაც უნახავს ისტორია, ვინც იცის ისტორია, მან შიშით ხმას ვერ იღებს და მთლიანად ამ პროპაგანდაში იზრდები, როგორ ახერხებ 16 წლის ასაკში, რომ შენ გაათვიცნობიერო, რომ შენ ცალკე იდენტობა გაქვს, სხვა ეთნოსი გაქვს, ცალკე სახელმწიფო გაქვს, რომელსაც თავისი საკუთარი უფრო დიდი ისტორია აქვს და მე ამისთვის ბრძოლა დაიწყო, როგორ არის შესაძლებელი მით უმეტეს ამ ასაკში და მით უმეტეს ესეთ გარემოებაში. ხო, ანუ ეს ძალიან ისეთი კითხვა არის. რთული, არ დამალო ძალიან რთული კითხვა არის. და ძალიან ადამიანის ამასთანავე, იმიტომ რომ საბჭოთა საქართველოს ჩვენ უყურებთ გასაგებია რომ ეს არის უზომოდ ტოტალიტარული გარემო. მაგრამ საბჭოთა კავშირი ამასთან იყო რაც იმპერია რომელიც სხვა ნაციებს აერთიანებდა. და მომენტებში ხდებოდა ხოლმე ეს საბჭოთა ისტორიის განმავლობაში, რომ საბჭოთა კავშირი თავად აღღვევდა ნაციონალიზმებს, რომელიც თავისივე სასარგებლოდ, აი დღესაც ვხედავთ მსგავს რაღაცას, ხო? ანუ მაგალითად კარგად გვახსოვს, კი, აი ჩვენი ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების ქართველობა არის ერთი ქართველობა და ავტორიტარული გუნდის ქართველობა სხვანაირი ქართველობაა, ხო? ანუ აი მაშინაც აი გვართ ქართველები, მაგრამ ვართ ტოტალიტარიზმის მომხრე ქართველები. და მათთვის თავარი ამოსავალი წერილი იყო ხოლმე რაღაც ცეკვა, ფოლკლორე, რაც ძალიან შორეული წარსული და აქეთ იყო ხალხისთვის ქართულობა იყო აი გუშინდელი დღე და გუშინდელი მეხსიერება პირველი რესპუბლიკის
19 საუკუნის სოციალური მოძრაობის და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი კი ბატონო იყო ტოტალიტარული, მაგრამ თავისი წვლილიც შექონდა ნეგატიური სამწუხაროდ, იმიტომ რომ გრძელ სურათში და დიდ სურათში შექმნა ძალიან ისეთი არამოდერნული ქართველიერი, მაგრამ მაინც დედაენა არსებობდა ქართულად კითხვას უნდა მოუშვება განსხვავებით სარესურსაგან და როცა უკვე ქართულად კითხვაც ეცე ქართულ რადიოს ისმენ და ქართული წიგნების მოგეპოვება მეტნაკლებად ბიბლიოთეკებში ჩუმჩუმად ახერხებო ეროვნული იდეასთან იპოვა. ეს უფრო რთული იყო ერთ საუკუნეს უკან, როცა საბჭოთა რუსეთი არც არსებობდა იყო იმპერია, ქართული კანონები იყო, მაგრამ როცა უკვე საბჭოთა ინფრასტრუქტურა, ქართული გაზეთი გამოსცა, ქართული სუხიშვილების ასამბლე ჩამოაყალიბა პირდაპირ გაგებით, ხო ანუ ესაც უნდა თქვათ, რომ სუხიშვილები ზენიტში სწორედ სტალინის პერიოდში ავიდნენ ასე. იქამდე არც არსებობდა ხო ქართული ეროვნული ბალეტი. ასე რომ რაღაცები არსებობდა ესეთი რამაც ცოტა ისესხე საბჭოთა ნაციონალიზმისაგან, როგორც თინეიჯერები არიან და ცხადია რომ გაიქცევიან ამ საბჭოთა ნაციონალიზმის მოცემულობას, ცოტა ისესხეს წინაპრებისგან და უფროსთაობისაგან და გამოვიდა რაღაც გრძელვადაში, მოვედი 9 აპრილამდე და მეორე 9 აპრილამდეც. ორივე 9 აპრილამდე. ასე რომ აი ხო ამ ბევრი შრომა დაჭირდა წინამძღოლში. უამრავი ღამისთანება, უამრავი დისკუსია, უამრავი ტოტალიტარიზმის დროებში დისკუსია ხო ან და უკვე ამ თავობა მე დაიწყო ასე ვთქვათ ქართული კონტექსტების შეტანა ყველგან. ერთია თბილისური გამოცდილება სხვათა შორის და მეორეა მოსკოვური გამოცდილება. ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი ქართული კინოს ფუძემდებლები მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში არიან მოსკოვის კინოინსტიტუტის, უმაღლესი კინოინსტიტუტის კინოსკოლის კურსანტები, ხო მაგალითად შენგელაიევი და რაღაც თუ არ მიშლება ლანა ღოღობერიძეც. და აი მათ უკვე შემოაქვთ ეს ახალი მეხსიერება და ახალი ცოდნები კინოში. ან ისევ და ისევ მარტო ჰუმანიტარების ეს არ იყო რა ეს ქართული ნაციონალიზმის ჩამოყალიბება და იმ სტუდენტების რომლებიც მიეკუთვნებიან ისტორიას და ფილოლოგიას. ან მაგალითად ეს ქართული კონტექსტების შემოტანა იმ ხალხმაც დაიწყო, ვინცაც ხოლმე სახელოვნებო გაამართლება. და ესაც ნაწილის ხალია ესეც ხო და ამან რაღაც შექმნა კულტურული ნაციონალიზმი, სადაც შეეძლოთ იქამდე აკეთებდნენ ეს ქართველი ახალგაზრდები კინოს იმ კუთხით, რაღაც ქართულობის სიუჟეტები გაჩქარებული იყო. ნაწილობრივ ამას გულწრფელები რომ ვიყოთ, საბჭოთა ხელისუფლებას ხარს უჭერდა ერთი მარტივი მიზეზით. 9 მარტის შემდგომ აქ სიტუაცია ძალიან არეული იყო. ამიტომ რაღაცნაირად დაიბალანსებინათ ქართული აღმავალი ნაციონალიზმი. რაღაცებზე მისცეს დათმობა და შეგდათ გადაიღოთ კინოები წარსულზე, ისტორიაზე, ხალხის ცხოვრებაზე და ნაკლებად და ასე ვთქვათ შეგიშლით ხელს. თუმცა ბიუჯეტს მოგცემთ. ეს გააკეთეთ. და მე უკვე ხდება რომ იცვლებიან ხელისუფლების საბჭოთა პერიოდში მოსკოვში, ეს ისახება თბილისზეც და ასეთი ხელისუფლების ცვლილება ყველაზე მძაფრად და კრიზისი სახელმწიფოებრივ წარსებობდა ძლიერ საბჭოებში იყო ბრეჟნევის პერიოდის ბოლო წლები, როცა კონსტიტუციაში უნდა მოხდარიყო ცვლილება ესთან დაკავშირებით. და მაშინ უკვე ისევ და ისევ აი ამ თან საბჭოთა ნაციონალიზმის პროდუქტმა და თან რაღაც წინაპრების გამევლო მეხსიერო კიდევ ერთხელ როგორც ყველამ ამოხეთქა და მოხდა 14 აპრილი. რამდენადაც 14 აპრილი შემიძლია ჩავთვალოთ როგორც ქართული სტუდენტების გამარჯვება, ამ შემთხვევაში და მართლა იყო გამარჯვება. მეორე დროს იყო შიში იმ საბჭოთა ნაციონალიზმის განმავლელი ხალხის, ვისაც უნდობლობა ჰქონდა სტალინის შემდგომ ყველა სხვა საბჭოთა ხელისუფლებას მიმართ, იმიტომ რომ ანუ ჩვენ გავზარდეთ საბჭოთა ნაციონალიზმზე, მე იყო ხრუშჩოვი და ბრეჟნევი, რომლებიც ძალიან თიკოდ უკრაინელები, მაგრამ გარუსებულები. ამიტომ ყოველთვის იყო ხოლმე ცოდნა განცდა იმის, რომ რუსები გვებწვიან. ჩვენ კი ვართ კომუნისტები, მაგრამ ქართული კომუნისტები ვართ. და რუსი კომუნისტები გვებწვიან. ამიტომ არ არის გასაკვირი, მაგალითად, როცა წლების შემდგომ აქტიურად დაიწყებენ 14 აპრილის კვლევას, აღმოაჩინა, რომ იქ ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის სტუდენტები, არამედ საბჭოთა პროფესორებიც. იმიტომ მათთვისაც რაღაც ქართულობა სხვანაირი საზომი იყო, ესეც სტალინური წლებიდან გამომდინარე. მერე სულ პრეზიდენტი ხდება უკვე ახალი პერიოდი, ეს გვიანი საბჭოეთი, რომლის მომსწრეებიც ამ შემთხვევაში არიან ჩვენი ლექტორები და
ჩვენი პროფესორები, რომლებიც სულ სხვა გარემოში და სულ სხვა იდეებით გაიზარდნენ და ეს ძირეულად განსხვავდება უკვე წინა წლების ნაცნობებისაგან და წინა წლების სტუდენტური მოძრაობებისაგან. აქ შინაარსია უფრო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი და პირდაპირ უკავშირდება ფაქტობრივად თანამედროვე საქართველოს გამოწყობებს. პირველი ესეთი მასობრივი სტუდენტური მოძრაობა იყო გარემოს დამცველობითი, რაც ამბობს იყო საბჭოთა საქართველოში. და გვახსენებს ეს იმ მიდრეკილებას ავტორიტარებს, როცა უნდა მათ რომ ლანდშაფტი გაანადგურონ და კლიმატი შეცვალონ. იგივე ხდება გაზპრომი აკეთებს იგივეს რუსეთში, იგივეს აკეთებენ ჩინელი ავტორიტარები ჩინეთში და მის მიღმა. ეს არის 1980 წლების დასაწყისი, როცა აპირებენ საბჭოთა საქართველოში გაიყვანონ რკინიგზის დიდი ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა, თბილისი, მცხეთა, ხევსურეთი, თუშეთის გავდა და დაუკავშირეს ჩრდილოეთ კავკასიას. რამაც სტუდენტებში მით უმეტეს არქეოლოგიის და ხელოვნების სტუდენტებში გამოიწვია სერიოზული შთოთი და უკმაყოფილება, რომ ლანდშაფტი იცვლება და ძეგლები ნადგურდება. ამას აყვა უკვე საბუნებისმეტყველო მეცნიერების სტუდენტობაც და ესე რაღაც ერთობლივი ძალებით დაიწყეს მობილიზება და გარემოს დამცველი რიტორიკით, მაგრამ სინამდვილეში გარემოს წერილობის ნაწილია ჩვენი ლანდშაფტი, ჩვენი ისტორიის ნაწილია, ხო? კი არ უყვართ ხოლმე თანამედროვე საქართველოში ბუნების და ბუნების რესურსების ისტორიაზე ლაპარაკი, მაინც მიაჩნიათ ხოლმე, რომ ჯერ შორს ვართ ამისაგან, მაგრამ მეცნიერებაში საკმაოდ პოპულარული დარგია nature of physics, ხო? მაშინ შეიქმნა ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტის პრეს-კლუბი და ის ხალხი დღემდე არის აქტიურ პოლიტიკაში, ლიტერატურაში ეს წარმოდგენილი წერილობაში და ასე შემდეგ. აი მაგალითად ერთ-ერთი შემიძლია დავახსენო ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც აი ამ პრეს-კლუბის წევრი იყო და იბრძოდა, რომ გაირის პოლიგონი გატანილიყო ამ შუა საუკუნეების ძირძველი ადგილიდან. დათო ტურაშვილი ასევე, რომელიც ჩართული იყო და თქვენთვის ძალიან კარგად განცდობილი ხალხი ამ უნივერსიტეტიდან ბევრი სხვა შორის ანუ თითქმის უმეტესობა ვინც არ არის ჯენსი ფაქტობრივად და ნუ მილენიალებს და ჯენსებს გამყევთ ვინც ამ უნივერსიტეტში არის, ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მოძრაობაში აქტიურად, მაგრამ ეს ეროვნული ბრძოლა იყო ფაქტობრივად. და მე ხდება რომ უკვე რაღაც ხდება ისეთი ამბავი აფხაზეთში, სოხუმის ამბოზე მნიშვნელოვანი არის და სულ გავიწყდება ხოლმე. მადლობა რომ ანუ სტუდენტებს დაუთმენ მთელი ეს ბლოკი, იმიტომ რომ ანუ შეყავთ აუდიტორიაში მე შევსულ არ ამ უნივერსიტეტში ავტორებში და სულ პოლიტიკური ისტორია გვესმის რა და სულ არის ეს პოლიტიკოსი კაცების, გენერლების, სამხედროების და ეპისკოპოსებისა და პატრიარქების ისტორია და სტუდენტები არ ჩანან ხოლმე და აი ამ იმაში ეხლა 80-იან წლებში თბილისის სოხუმის ურთიერთობაც ძალიან საინტერესო როგორც სტუდენტური და ჯგუფების ურთიერთობა. სოხუმში ხდება ესეთი ამბავი, რომ სოხუმის უნივერსიტეტი იყო ორ ნაწილად. ანუ აფხაზურ ფილიალად და ქართულ ფილიალად. და ხდება უკვე განხეთქილება აფხაზ და ქართულ სტუდენტებს შორის, რასაც რა თქმა უნდა მხარს ირიბად უჭერს ის, ვისაც ყველაზე მეტად აწევს არეულობა კავკასიაში. მან კრემლიდანაც თავისი წვლილი შეაქვთ ამ ყველაფერში. და ეს განხეთქილების მიზეზი რა არის? 1989 წლის მარტში აი ამ საბჭოთა პოლიტიკის ტრანსფორმაციით, რასაც ქვია პერესტროიკა. ხო. ბევრმა ისარგებლა, პირველ რიგში ჩვენმა მეზობლებმა, ამ შემთხვევაში სომხებმა და აზერბაიჯანმა და საბჭოთა აზერბაიჯანმა და საბჭოთა სომხებმა დაადგინეს ყარაბაღის თემა. რუსია ყარაბაღი. ყარაბაღმა მოიტანა დისკუსია უკვე სხვაგანაც ბალტიისპირეთში თუნდაც დამოუკიდებლობას და მათ შორის აფხაზეთში, რომ იცით რა, ანუ აფხაზეთი კი ბატონო ენობრივად განსხვავდება დანარჩენ საქართველოსაგან, ენობრივი ოჯახითაც განსხვავდება, რაღაც ძველი რელიგიით აფხაზეთში ვიცით რომ საბჭოთა პერიოდამდე ისლამი ძალიან გავრცელებული იყო და ბევრი სხვა რაღაც დაგროვდა და აფხაზმა, ეთნიკურად აფხაზმა რამდენიმე პროფესორმა და სტუდენტმა დაეწეს იმ საკითხის წამოწევა, რომ ხო არ ჯობია საბჭოთა რუსეთს მიუერთდეთ. და ამან ფაქტობრივად გააღვია კონფლიქტი ჯერ სოხუმში და თბილისშიც მოყავს პროტესტები და 9 აპრილის ნამდვილში დაიწყო მოხდა იმიტომ რომ იქამდე ხალხი იკრიბებოდა აფხაზეთის ანუ შენარჩუნების მოტივით. დასამთავრებელში 9 აპრილის სტუდენტობა და ახალგაზრდობა იმიტომ კი არის რომ
გუშინ გახსნა დამოუკიდებლობა. ხო. არა და აფხაზეთის თემა მოიტანა ერთიან საქართველოს გადარჩენის იდეა. და რო არა სოხუმის ამბები შეიძლება არ მომხდარ 9 აპრილი, ანუ უნდა გახსოვდეს რომ ძალიან კავშირში არის ერთთან. ანუ სოხუმი თბილისის ურთიერთობების და თვითონ სოხუმელი სტუდენტების ურთიერთობა უჭდება. თბილისში ეთნიკურად ქართული სტუდენტები გამოდიან სახელმწიფოს დაცვის მოტივით და მე ხდება უკვე ის რომ საბჭოთა ჯარები დაარბევენ 9 აპრილს მშვიდობიან დემონსტრანტებს და ძალიან ბევრი სტუდენტი უკვე დამამთავრებელ კურსებზე არის ან პირობითად ბაკალავრიატურა დაამთავრა და იცავს დისერტაციას და სტუდენტები იწვევიან და ეს ხალხი უკვე ნელა იკრიბება სხვა პოლიტიკური პარტიის გარშემო. მაგალითად გიორგი ჭანტურია, გია ჭანტურია საქართველოს ვიწდობთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, რომელიც იმ წლებში ძალიან აქტიური პოლიტიკოსი იყო, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და მე ჩავიდა პოლიტიკაში. თუნდაც თამარ ჩხეიძე, ასევე ძალიან კარგი ისტორიკოსი და მე რომ მკითხოთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული დისიდენტი ქალი არის, რომელიც წინააღმდეგობის და უამრავი რაღაც დღესდღეობით ფეიქ ნიუსებს ოძახით და მასში რო ბრალდებები, აი უამრავ ბრალდებას გაუძლო და საკმაოდ ასეთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. თამარ ჩხეიძეც ამ სტუდენტური ჯგუფიდან არის და სამოქალაქო სექტორი, რომელიც იმ პერიოდში იქმნება, ასევე სტუდენტები არიან. იცი რა მაინტერესებს მაგ პერიოდებში როგორ აღიქვავს დანარჩენი საზოგადოება ამ სტუდენტურ გაერთიანებებს და ამ სამოქალაქო სექტორს? რა ზეწოლა არის მათზე, ან თუ აქვს მხარდაჭერა საზოგადოების მიმართ? ერთი არის რომ 9 აპრილის შემთხვევაში ან 78 წლის შემთხვევაში ეს ძალიან ერთიანი პროცესი იყო და ცალკე ჯგუფებს ვერ გამოყოფთ, მაგრამ ხო არის ისეთი პერიოდები, როდესაც სტუდენტები საგანმანათლებლო სივრციდან გამოსული ხალხი უფრო განსაკუთრებით ყვირის და მაგ დროს როგორი მხარდაჭერა აქვს? ძალიან საინტერესო კითხვა არის ეს. და ცოტა სტუდენტურ მოძრაობას გავხსნები და უშუალოდ აკადემიაში შემოვაშენებაში. ერთ-ერთი პირველი ვინც საბჭოთა საქართველოსთან ბრალი დასწრო საბჭოთა ხელისუფლებას 9 აპრილის ხოსვაშლეტაში იყო პროფესორი თამაზ გამყრელიძე, რომელმაც მოსკოვში ღიად წარმოსდგა ის ცნობილი სიტყვა, რომ როგორ დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში გამთენიისას და როგორ დახოცა ბავშვები და ქალები. და საკმაოდ დიდი სახელი აქვს ამ პროფესორებს და მithumet სტუდენტებს, იმიტომ რომ ეს რაღაც აკადემიის ადგილი საკმაოდ კარგად არის მოხაზული 80 წლების საქართველოს პოლიტიკურ წარმოსახვაში. და მithumet-ს დღეს ჩვენ შეიძლება გაგვეცინოს ახლა მაინც 21 საუკუნის ხალხი ვართ, მაგრამ უნივერსიტეტის საძახნე თეთრ ტაძარს და ცულის ტაძარს და მსგავს ეპითეტები გამოიყენებოდა ხოლმე, ამიტომ რაღაც სხვანაირი აღქმა იყო უნივერსიტეტის მიმართ და მithumet-ს საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი მანკიერი ამბავი არის ესეც, რომ სტუდენტების ნახევარი ხდებოდა კორუფციით და აქვს არაკეთებდა ფაქტობრივად უნივერსიტეტში რა, ანუ მიდიოდნენ და ქულებს იღებდნენ და მეორე ნახევარი, ვინც თავისი ზოვნით შრომებადოს მოხდა აკადემიაში, სწორედ ის ხალხი იყო, ვინც ქუჩაში აქტიურად იბრძოდა, ამიტომ დობა დიდია მათთან, ვიცი რუსანი კი არიან ნეპობეიდები, არიან ხალხი, რომელმაც თავისი თავი თვითონ გამოძერწა შრომით და გათენებული ღამეებით და იცის ხალხმაც, რომ ანუ პირობითად რომელიმე სტუდენტი აქტივისტი რომ დღისით აქციაზე დგას ღამით აკაკი შაინძის გრამატიკას უძეს რა და უნას კითხულობს რა ქროია შუა საუკუნეების ისტორიას და ზოგადად ლექციებს ესმის და ეს უნივერსიტეტის როლი ძალიან გამორჩეული იყო რა ზოგადად ქართული განათლების მათ შორის პროფესორებს ესეო და ესეო ყოფილა შემთხვევები რომ სტუდენტის დაჭერას დომებიათ მაგალითად და პროფესორ ზურაბ კიკნაძეს გადაურჩენია ჩვენს ემერიტუს პროფესორს ილიანის ემერიტუს პროფესორს რომელიც გამგეცვა რამდენი წლის უკან რამდენი სტუდენტი დაჭერას არის პირდაპირ გაგებთ ხელი ჩაუვლია და თქვია რომ არ გაგატანთ ჩემ სტუდენტები არიან და ესეთი გარემო იყო რა ასეთ გარემოში გავლენა ჰქონდა იქნებოდა კი უზომოდ დიდი გავლენა ჰქონდათ მერე უკვე არის ეს 90-იან წლებში დამოუკიდებლობა როცა მოიპოვეთ სულ გამოსახულდიას ასე ვთქვათ მომხრეების ახალგაზრდა მომხრეების ნაწილი აკადემიიდან არის
და შედარებით უფრო თავის უხრეებს და ასევე მისი მოწინააღმდეგეების აკადემიიდან არის. ეს აკადემია და სტუდენტობა ძალიან ჩანს. და აქაც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ ხშირად არის ხოლმე ეგეთი რაღაც, რომ გამსახურდიას ასე ვთქვათ ოპოზიციონერები მოიაზრებიან ავტომატურად პუჩისტებად, ეგრეთ წოდებულ პუჩისტებს ეძახიან ხოლმე, ხო? თითქოს რომ თუ ხარ ანტიზვიადისტი, უეჭველი ხარ ჯაბა ტიტულოვანი შევარდნაწმინდევარი, რაც ტყუილი ამბავი არის რა. ანუ ერთი ესეთი ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლექტორი ჩვენი ვაკიდან არ არის, გამოგცემიდან არ არის. ყველგან ესეთ რაღაცას რომ სტუდენტი ვიყავიო რა, რაღაც ანტიზვიადისტიო. და პუჩო დაიწყო. ბიბლიოთეკაში ვიჭიქიო რა. და მე წლების განმავლობაში ვაბრალებდნენ რომ აი შენ ჯაბას და იმის მიდევარი ხარ და არ ვიყავი საერთოდ რა. იქაც არ ყოფილვარო და საერთოდ არ ვჩანდი და ვერიდებოდი და გული მერეოდა იმის რაც ხდებოდა მხედრიოსა და ამ ხალხს და ჩვენი ბავშვობა გაანადგურა. დღევანდელ მოვლენებთან ძალიან პარალელი სწავლება შესაძლებელია, იმიტომ რომ რაღაც მიკუცნებულობას ანიჭებენ სტუდენტურ მოძრაობას და აქტივისტებს, რომ რაღაც მხარე ხარ და რა კონკრეტული ინდივიდი, რომელსაც შენი პოზიცია გაქვს და რაღაც შენი იდეოლოგიების მიხედვით იბრძვი რა. ხო, ეს პრობლემაა. ესეც ხელოვნურად არის გაჩენილი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მტრის ხატის გამოგონების ამბავი ან ხარ ჩემიანი, ან ხარ სხვისიანი. განსხვავებული აზრი რომ მქონდეს, უბრალოდ ხო შეიძლება, უფრო საინტერესო არის რომ მაგალითად დღეს როცა ვიყავი ეხლა 27 წელს რა. როცა ვიყავი 20 წელს, არც ერთი პოლიტიკოსი არ მიყვარს. აი და ლოგიკურ მართლაც ვიყავ მეგონი რა. იმიტომ რომ ვინც მიყვარდა ცხოვრობდნენ 100 წლის წინ რა. და იყო ეს ექვთიმე აიშვილი და რომელიც პარალელს თავმჯდომარე იყო ეს თავმჯდომარეს მოადგნენ და მიყვარდა ჟორდანია და ჭავჭავაძე ხო და მე იყო ხოლმე იანიკაი რომ აი გამლობის ღამეზე სულ განანაცები და ნაცები კი არა განაცები არა უშვით და მაშინ იმიტომ რომ არ არის პარტიული ადგილი როცა რომ ბრძოლა პარტიული ბრძოლის ადგილი რა პარტიული ბრძოლის ადგილს არჩევნებზე და ტელეეთერებში ორი სუბიექტი შორის მაგრამ ეს გულისხმობს რომ უნივერსიტეტი არ არის სივრცე სადაც პოლიტიკა უნდა იყოს ან მე ვკითხავ შეეტრიალო პირიქით რომ აქტიური არ უნდა იყოს მაგრამ პოლიტიკური აუცილებლად უნდა იყოს ხო და აი ხდება რომ სტუდენტები არიან ჩართულები 90 წლებში ამ იმაში შემდგომი ფაზა არის ძალიან საინტერესო უკვე ეს 90-იან წლების ბოლოს 2000-იან წლებში უკვე როცა ამ უნივერსიტეტის რომელსაც მაშინ გველი ჭავჭავაძის ენისა და კულტურის უნივერსიტეტისა და თესეუს სტუდენტების ნაწილი ერთი თაობის ხალხი მოკლედ აი ჩვენზე ცოტა მეტი პროცესები ვარენ 15% ჩვენზე და 20% აი ხალხი რაც აქტიურად გამოიწვია კუჩაში და პროტესტებს შეუერთეს კორუფციულ რეჟიმს იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ბიჭი და როგორ ხარ წარმოედგინე 99 წელს ან 2000 წელს გინდა ჩაბარება უნივერსიტეტში და აი თესეულში ზის რუინ მეტრეველი რომელიც არის ცნობილი იმით რომ აი ყველაზე კორუმპირებული ადამიანი იყო რა და მაშინაც მეწარსული არ ვიცი ბატონი როილის ანუ 1980 წლამდე კორუმპირებული ფაქტობრივად 2003 წლამდე კაცმა ანუ მაგდანი სიმდიდრე იმას არ გაუტანია საქართველოს მეგონი მიხეილ ვორონცოვს და ნავი ვორონცოვ შკოლს და ვორონცოვ შკოლს თავარ მართლებს რაც იმან გასწინდა საქართველოს ფულები და ჩაიჭირა და ეს ხალხი ანუ და ხარაჭერა აქვს ამ თესეულ სტუდენტურ მოძრაობას რომელსაც ქვია კმარა ილიას პოდენბარ მაშინ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდანაც სამხატვრო აკადემიიდან თეატრალურიდანაც და ეს დაიწყო ერთმა და მერე ყველანი აღვნენ და ნუ თეატრალურში და ილიას ჭავჭავაძის ენის უნივერსიტეტში მაშინ აკლებად ხდებოდა ეგეთი ამბები იმიტომ თესეულ იყო ბრენდი მაშინ და ბრენდი რაც ეს ახალი ის არის და შემოსული კიდე ეს რა ქვია მაგას მომხმარებული საზოგადოება და ეს
თან დაკითხული არ აქვს მაშინ ხალხს ისა თქვია აღარ მოდახარ ქაიმერინა ანუ არის რა ეს მთელი ამბები რომ ანუ აც თესეულ და კორუფციას მაღალი არის მანდ და მე 2003 წელს ხდება ძალიან საინტერესო რაღაც რომ პროცესში ედმევიან ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში ქუთაისელი და ბათუმის სტუდენტებიც და უამრავ სტუდენტი დაიჭრეს ბათუმში ანუ ეხა ჩვენ დასწრებია ყველასი რა ან ძალიან ცნობილი ბიჭი არის ნუ კაცი უკვე რომელიც დაჭერილი ყავდა შეონაძის რეჟიმს იმიტომ რომ სტუდენტი იყო და აქტიურობდა და ეხა ცნობილი იურისტი არის ძალიან კარგი კონსტიტუციონალისტი და აცილონაცველი არის და ბევრი იყო ეგეთი რა ანუ ვინც სამი ადამიანი ვიცი ზოგი აქციებზე იდგანაც ფოტოებში ჩადაგდა რა კარგად დავზმო აღმოაჩინდა ვთქვათ და მე რო ხვდები რომ ჩემზე პატარებიან და შეიძლება თქვენზე პატარებიც არიან მაშინ 18-ისე 19-ისე ხოდა ეხლა გასაი ლუკა ხიზაძე და ის გიორგი ვარვაკაძე დაიჭირა საერთოდ მაგასავე ნუ რატიც ვარიდი არის რატის ეგრევე დავგადეთ გავახალისთავ სამწუხაროდ და მე ხდება ეს ვარდების რევოლუცია და სტუდენტები ჩაბმულები ფაქტობრივად ამ პროცესში და აი მეოთხე კურსზე მყოფი ხალხი აი უფრო აქტიურად არის და აი ნუ გასაგები რატომაც იმიტომ რომ მეოთხე კურსზე მყოფ ხალხს 4 წლიანი აჯვაქანა ნახე და უფრო ისინი აქტიურობენ და დანარჩენები ჯერ კიდევ პირველ კურსზე როგორც იტყვიან მაშინ პინგვინის ცნება არ არსებობდა მაგრამ ეს ჯერ კიდევ დეზორიენტი ანუ წარმოიდგინე ჩააბარე სექტემბერში და ნოემბერში ხდება რევოლუცია. პირველ კურსზე სახარდა. ჯერ 2003 წლის თბილისში ინტეგრირება და პირველ კურსელები ნაკლებად მოწონდნენ როგორც მეცნიერები. ეს გადამოწმების საკითხი არის და შეუსწავლელი ამ დავიცხადია, მაგრამ უფრო მაღალი კურსის სტუდენტები. აი, დღევანდელ პროცესებში ჩემი გამოსვლებით პირიქით ამ მაგალითად ძალიან უცნაური ცოტა ჩემი გამოსვლებით. მე მაგ მაგაზე ჩემი მას არგუმენტი რატო ხდება ეგრე, მაგრამ მაგის ბოლოსკენ ხდება ეგრე. მილოთ ბოლოსკენ. და მე არის 2003-დან 2012 წლამდე სტუდენტური მოძრაობები, რომლებიც ძირითადად მინავლებულია და მკვდარი არიან. და სამაგიეროდ აი ჩნდება ორი განსხვავებული, ასე ვთქვათ, ტრადიცია პროტესტის რა. ერთი ეს არის ეგრეთ წოდებული პერფორმანსები, სადაც მონაწილეობენ აი პოეტ თეატრალურის სტუდენტები სამხატვრო აკადემიის და ის პირობითად ბიზნესის და სამართლის ანუ პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტები, რომელიც პოეზიაშიც არიან გარეულები და დრამატურგიაშიც და ეს ხალხი ჩანს და რაც აი პერფორმანსებს გავს მაშინ ძალიან კარგი პოეტი იყო იმ პერიოდში ზურაბ თველიაშვილი და აი მის გარშემო და ეგეთი აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე და ეს სტუდენტების ნაწილი მათთან ერთად რაღაც სხვადასხვა ავანგარდული ფორმით აპროტესტებს რაღაცებს. მეორე ჯგუფი ყალიბდა სადაც 2011 წლიდან უკვე საქართველოში ეს არის ძირითადად უმეტესწილად მაინც ისევ და ისევ ვაკის ტერიტორიიდან ეს ორივე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ამ გაერთიანებას ქვია ლაბორატორია 1918. ეს არის მემარცხენე ყაიდის გაერთიანება, რომელიც მოითხოვს, რომ უნივერსიტეტში შემცირდეს სახელმწიფოს კონტროლი, მეტი თანხა დაიხარჯოს პირობითად თარგმნებზე და სამეცნიერო თარგმნაზე. იცით რა გეკითხვა, მაგ სახელმწიფოს კონტროლში რა იგულისხმება ცენზურა იყო დიდი უნივერსიტეტებში? მადლობა რომ დამაზუსტებინა, იმიტომ რომ ანუ მე რაც მგონი ეს არის ჩემი ბავშვობა რა და რაღაცები ცხად მგონია ხოლმე და მესმის რომ რაც პირველ კურსელისთვის ვინც გურებს ცოტა გუნდოვანი იქნება. აქ იგულისხმება ის რომ ნაციონალური მოძრაობის ართულობის წლებში სტუდენტური თვითმმართველობა ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში და ისევე როგორც დღეს ძალიან სახელმწიფო იყო ყოველთვის. ძალიან ცნობილი ინციდენტი იყო ერთი ესეთი, რომ ბიჭმა დაწერა ბლოგი, სადაც გააკრიტიკა უმიზნო ხარჯვა უნივერსიტეტის მხრიდან არამიზნობრივ პროექტებზე და თვითმმართველობის წევრებმა ის სარდაფში ჩაიყვანეს და მათ საქმე ურჩიეს და რაღაც მთელი ამბები და მეც მე მაგის პოლიტიკა ეს ხდება 2011 წელს წარმოიდგინე, ანუ იმ ხალხს გასაგონად ვის გვეტყვის რომ აი თქვენ წინა რეჟიმს აიცნობთ კარგად რომ მოვიცნობთ მაგიტო ვლაპარაკობთ მაგაცეც
ну აი სრულად აი ქვეყანა რო გონია რომ მიდის რაღაც აი ევროკავშირის განაწყვეტილი სიჩქარით და აი რაღაც SSR რო ჩამოვიდა ბაიდენი აი მაგ სახელმწიფოში შუა დღისით ნაცმოძრაობის წლებში ეს ბიჭები ჩაიყვანეს სარდაფში რაღაც საქმე ურჩიეს და ამ დასამელებულებმა დაარეკეს პატრულში და ვაკის პოლიცია მაშინ ხელიც არ გაანწრია ან ასე როცა ვებზით პოლიციურ რეჟიმს, ვებზით ზოგადად პოლიციურ რეჟიმს და არა რაღაც ცალკე აღებული მინისტრის მიერ შექმნილ იმას რა, იმიტომ რომ სინამდვილეში ეგ პოლიციურ რეჟიმის მოდის ერთი კაცი გამგე ლავრენტი ბერია და ზანდოში ლავრენტი ბერიას მემკვიდრეობას ვებზით და არა კონკრეტულ მაღალჩინოსას რა. თორემ ჩემი პირადი მტერი ვერ იქნება რომ ვიღაცა პატრულის თანამშრომელი ჩემი პირადი მტერი არის ლავრენტი ბერიას შექმნილი სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ხელოვნური ინტელექტი ლამს რა და სულთგმულო არის უკვე რაღაც ცოცხალი ადამიანების ნატამალიც არ შეერჩენია სისტემას. ხო და ეგეთი ამბები ხდებოდა. მე ამას დაერთო 2012 წლისთვის უკვე აი 2007 წელს სად იყვნენ სტუდენტები? აუ მადლობა ეგაც ხო განვრჩა იმიტომ რომ უნდა მახსოვს მე 7 ნოემბერი იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი მაგრამ აი ეს ხალხი ვინც უკვე ჩემი ბაკალავრიატის სემინარისტები იყვნენ, ეგ ხალხი იყო სწორედ 7 ნოემბრის აქციაზე, რომ აპროტესტებდა იმ კლანს, რომელიც დღეს სასამართლოში არის სინამდვილეში, რა. ანუ ეგას ვთქვათ. მაგეთი პატარა შეგვიშვა მე მაგალითად. მეც ძალიან მდორად მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი მამა ჩემი ბავშვი მიკითხდნენ და მინდა დათვალმინდა და მიწევდა მაშინ ტელევიზორს ყურება. ის ადამიანები მეტნაკლებად შეიძლება ზოგი აღარ იყოს სტუდენტი, მაგრამ მაინც ახალგაზრდები იქნენ იქ აპროტესტებდნენ და დღეს რამდენიმე ადამიანს ხედავ განვითარების უფლებაში, რომლებიც იგივე საკეთებენ, რასაც მაშინ აპროტესტებენ. ამის ახსნა როგორ შეიძლება, იმიტომ რომ ცოტა კი გავცდით ახლა თემას და ეს უკვე სტუდენტურ მოცემულობას შორდება ძალიან, მაგრამ რაღაცნაირად იმის რისკი, რომ ამ შეღირებულებებს ჩამოშორდე, ყოველთვის არის. კი, ანუ მაგალითად მე მახსოვს რომ იყვნენ სტუდენტები, აი მე რომ მეხუთე კლასელი ვიყავი, აი ვიღაცა სტუდენტების ახალები მესმოდა რა. აი ეს სტუდენტი დაიჭირეს კიდევ ერთხელ სცემეს და მე ეს ხალხი, რაც 2015-16 წლებში გახდა მართველი გუნდის წევრი, მხარდამჭერი და ეხლა ანუ როცა ვუტყავენ იგივე უნივერსიტეტის, იგივე ფაკულტეტის სტუდენტებს რომელთანაც იგივე ნარატივია, რაც მაშინ იმდროინდ ხელისუფლებას. წესრიგი, რაღაც სამართალდამცავებში ურაცხყოფა და კარგი და ვიცი, მოგატყუებ, არ შეიძლება იქ. ბოლო 21 საუკუნე არის. ანუ 7 ნოემბერს ძალიან ისეთი ამბავი იყო. რომ ან წარმოიდგინე უბრალოდ 21 წლის გოგო ბიჭი ხარ და აღმოაჩინო რომ მართველი გუნდის რაღაც რამდენიმე წევრმა რაღაც ძალაუფლებას გადაამეტა სიკვდილამდე სცემა ადამიანს და იმისათვის დაისაჯო რაღაც კარცელ ლუქსებში ჩასვეს პირდაპირ დაგებით რა და ამან გამოწვევა უკმაყოფილება იმის გამო რომ რაღაც მოსამართლის კონფირებული გამოდგა და მთელი სისტემა მოიშალა და აი 7 ნოემბერი იყო მაგის ის რომ ანუ 7 ნოემბრამდე მოხეჭდა უყურებდა ჩემი შეფასებით რომ ძალიან ბევრი რაღაც დაგროვდა და ვერ იღებდა ხალხი ბოლომდე ხმას და ეს იყო რაღაც უკვე მოდი გულწრფელები ვიყოთ ისიც რომ მაგალითად რო ხარ 18 წლის აბარებ უნივერსიტეტში 2004 წელს პირველად 2005 წელს და უცებ რაღაც კუთხით იგებ რომ მას ჩვენს პრეზიდენტისგან რომ შენი მშობლების თაობა არის ხალხ რომელიც თუ არ უყვა მოდერნიზაციის დაჩქარებ ტემპს უნდა გაიყოს საზოგადოების ცხოვრებიდან და სტუდენტისთვის ეგ როგორი ამბავია იცი რომ ანუ მაინც მე წარმატებული ვიყო და ჩემი მშობლები ისტორიიდან და ცხოვრებიდან გარიყო ანუ ეგაც იწოდა პროტესტს რა ნუ მასწავლებელი კულტურული გაზომილება არის ამ ყველაფრის მაგრამ იყო შემდგომში კიდე ნაჩქარები ეკონომიკური ბუმი რომელმაც ბევრი შეფასებით და მათი პერსპექტივით ეს შეცდომა იყო და ის არ მოწონდა ეს ყველაფერი ნუ შემდგომში 2012 წელს რაც ისე რა მახსოვს უკვე და ესეთი ისტორიები თვითზე ეს არის ის რომ
ესე იგი, მას შემდეგაც გავრცელდა ეს ფაული ჩანაწერების ამბავი, რომელიც ცნობილია როგორც ლადო პედუკაძის მიერ გამოტანილი ვიდეო კადრები, ერთ-ერთი ჟურნალისტის, ვინც გაავრცელა. იყო ესეთი ამბავი, რომ სტუდენტები გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყეს რაც გაპროტესტება ამ ციხის სისტემას. და თვითონ ციხეში რაც გამოდიოდა ხმები, რომ ეს პატრულებს ახლა სტუდენტები სად არიან. ანუ გასავლოს ნაორიტოს რაღაც პატიმორებიც იძახდნენ, რაღაც უბრალოდ ქალები და კაცები იძახდნენ, რომ სტუდენტები სად არიან და რაღაც აი მაშინ ყველაზე მასშტაბური სტუდენტური რაღაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბოლო 15 წელიწადში ალბათ ეგ იყო, როცა ეს ბევრი სხვა უნივერსიტეტის დანაწევრებული თეატრალური და დამთავრებული ტექნიკური უნივერსიტეტით და მე მგონი მაშინ ახლა შექმნილი იყო თავისუფალი უნივერსიტეტი, მანდელაც რამდენი სტუდენტი, რამდენი შეგვიძლია 10-ზე მეტს ცხადია. რამდენიმე ჩვენთვის ნიშნავს 10-ზე მეტს. კონსუმცია 10-ზე მეტს. მონაწილეობდნენ. მე უკვე იწყება სტუდენტური მოძრაობის სტაგნაცია, რაშიც წვლილი მიუძღვის ქართულ ოცნების ხელისუფლებას და კოალიცია ქართულ ოცნებას, რომელიც მოვიდა 2012 წელს. როგორც კოალიცია. როგორც კოალიციას. 2013 წელს 1 მაისს უნდა აღნიშნულიყო თბილისში მშრომელთა საერთაშორისო დღე. და სტუდენტები, მემარცხენე სტუდენტები გავიდნენ ქუჩაში, აქვთ იმედი, რომ სახელმწიფო მისცემს მათ გამოხატვის თავისუფლებას და როგორც ევროკავშირში და ვიცით ხო ეს ვერტოლუჩები და პაზონინები და 1 მაისები და ეს წითელი ალამი და მთელი ამბები გოდარი ანა კარინას რილზები ინსტაგრამიდან რომ ანუ რაღაც გავალ ქუჩაში წითელი ალმებით თავისუფლება თანაცორება შრომის კოდექსზე და რა მოხდა პოლიციამ სტუდენტები დააკავა ანუ სცემა პირდაპირ გაგებით და მაშინ ეგ იყო ნიშანი რომ ანუ ვიცით რა შრომის კოდექსი ხალხო ანუ ჩვენ ვართ წინებზე უარესი. უბრალოდ ჯერ თავს არ ვიმშრომლებთ. ანუ ეგ იყო ნიშანი ცნობილებში რა, რომ ანუ დაეტია აუდიტორის კედლებში. და ძალიან რო დაგუგლოთ და დასერჩოთ ანუ მსმენელებმა, ნახავთ რომ პოლიცია იქცევა აი გაველურებული მისავთ რა ქვია რა და ვერ ხვდები რომ არჩევ მომხდარი არის, იმიტომ რომ რო გადაახვიო რამდენი თვით ადრე 2012 წელს ივლისში როცა ჯერ კიდე სხვა ხელისუფლება იყო, იგივენაირად იქცეოდნენ ისინიც რა. ასე რომ ეს პრობლემა არის ეს ვერტიკალი, რომელიც შექმნა ერთმა ცუდმა კაცმა გამოდიოდა, რომელიც დღემდე ცოცხალია სამწუხაროდ ინსტიტუტებში და ინსტიტუციებში, ხო? მე იყო ავტორი 115 ამბავი, რომელიც ასევე დაიწყო მემარცხენე ფლანგიდან. მან აბსოლუტურად იყო და მეტნაკლებად ახსოვს კარგად რის გამოც დაიწყო ეს იყო ის რომ სტუდენტები ვერ იხდება ასახაც არ ხდება პირობითად ან ახალი წიგნების შემოტანა ეხლა ჩვენ რო გვიგვირს რა მეც კი მიგვირს იმიტომ რომ მე სწავლობდი TSU-ში ბაკალავრიატზე და როცა გადმოვედი ილიაში მაგისტროზე სულ გაუგნებული ვიყავი ხოლმე რომ ვახ ამდენი ახალი წიგნი და ამდენი ახალი თარგმანი რა ანუ TSU-ში დაივიწყეთ არ მუშაობდა ხო და სტუდენტები ითხოვენ რომ ახალი ქართული ლიტერატურას რატო სწავლობ ამით რა ქვია 1978 წელს გამოცემული წიგნი თავი სად არის ამ ახალ ქართულ ლიტერატურაში აკა მორჩილაძე და სურაქარულიძე პირობითად ხო ან პოლიტიკას რატო სწავლობ 2004 წელს გამოცემული წიგნით რაღაც ჰეიგლის პოლიტიკური იდეოლოგიებით და თარგმნოთ რა რაღაც ამ სტუდენტებს სწავლობ ფინანსოთ და ფულის არ მიდის ბაკურიანში რაღაც ივენთი გაკეთდა სადაც დაიხარჯა 25000 ლარი 25000 ლარი და გამოსცემ აი უეჭველი როი ისოვა ყველა თავმოყარე პოლიტიკის პროფესორი კოპიაიც მოგცემს რა ესეთ უნივერსიტეტს ვინც იხწვირო განვითარების გაზა შედგენ და მაშინ აი ეს თარგმანი და გამოცემულობა და დაიწყო ეს აქვია უნივერსიტეტიდან ბოიკოტი რომ ანუ რაღაც გელანდიყო თანაცებრი მე ამას მოყვარს რომ ეგრეთ წოდებული ODR-ები ყოფილან თითქოს უნივერსიტეტში ეგეთი ხმაც გავხსნა და ODR ნიშნავს რომ სახელმწიფო სამსახურის მიერ ჩანერგილი ეს რა ქვია ნუ მოკლედ მთელი ეს იყო რა ქვია სხვა ნარატივი და სხვა მოთხოვნები და ეს იყო თავიდან ძალიან შეკრული მოძრაობა მემარცხენე ემარჯვენე კუთხით მაგრამ მე გაიგო მემარცხენე მოძრაობად
და უკვე აირჩია ორი მმართველობა, ერთი ეს არის შრომითი უფლებები და მეორე უნივერსიტეტის ფართო ავტონომია ამ ავტორი ასეთმა ძალიან ძვირფასი ხალხი იყო მან და ფაქტობრივად რო შევაბიჯე უნივერსიტეტში მაშინ 2016 წელს აი ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის აი აქტივიზმი გაჭრილი გზა იყო ეგ ხალხი, იმიტომ რომ მე აქამდე არ მინახავს რა სტუდენტური აქტივიზმი და აი ბეძე დავიმთხარ რომ აი ბოლო სემესტრი იყო მათი აქტივობის რა ფაქტობრივად ეს 2016 წლის შემოდგომი სემესტრი და მე ფაქტობრივად მინაოდა პროტესტიც ბევრმა დაამთავრა, ბევრმა სამუშაო დაიწყო დაუჯახდა და ნუ და ბევრს კიდე უბრალოდ ქონდა ის განცდა რომ ახალი თაობა მოვიდეს და სამართლის საფრთხეების პროექტი მოთხოვნა რა და აი მოვედით უკვე რაღაც 2019 წლამდე რაც მახსოვს უკვე ყველას მე 2000 გარკვეულების გამოსახები, სადაც ვერ გააკეთე რომელი უნივერსიტეტი სად იდგა, იმიტომ რომ საერთო ტრავმა იყო ეს. სადაც თან სწრაფად მოხდა ძალიან და ესება. ხო. მე უკვე სტუდენტური საცხოვრების გარშემო დაწყებული სტუდენტური მოძრაობები და აი ბოლოს ვარ აქ ხარ რა, გაჩერებული. დღეს სად ვართ? მე მგონი რომ დღეს ყველაზე კარგი ეპიზოდში ვართ, იმიტომ რომ ერთმანეთს ემთხვევა, ან ნახეთ როგორი ამბავია და როგორ ამ ამბავს ან ყველა სხვა ეტაპზე სტუდენტურ მოძრაობას ჰქონდა, ან დამოკიდებულების მოთხოვნა, ან ავტორიტარიზმის შერბილების მოთხოვნა, სოციალური პოლიტიკის მოთხოვნა. და დღეს საქართველოში ერთდროულად ფუნქციონირებს სხვა message box-ი, სხვა შინაარსზე. მაგალითად, თქვენთან ერთად გვერდით უნივერსიტეტში იბრძვიან რაღაც მეტნაკლებად ავტორიტარიზმი, უნივერსიტეტის რეფორმა, მეტი სოციალ-კულტურული უნივერსიტეტს, მეტი გამბედაობა და თავისუფლება აკადემიას და ასე შემდეგ. აი მაგ მოთხოვნებით თქვენ აქეთ ვაკის მეორე მხარე, ასე ვთქვათ. ლუცერის ხოლმე ვაკის აქეთ მithხოვთ რომ ჩვენ ძალიან უნივერსიტეტის შიგნით ჩვენი პროტესტი ძირითადად მიმართული თუ დავალთ უნივერსიტეტამდე არის ავტორიზაციის საკითხი, რაც რის საფრთხეს ემუქრება ამ უნივერსიტეტს და გამოავლინა ხელისუფლებამ და შეიძლება სამომავლოდ კიდე სხვა საფრთხების ჰქონდეს ამ უნივერსიტეტს თუ დარჩება ეს რეჟიმი. და სამომავლო პერსპექტივით ძალიან მნიშვნელოვანია ილიას სიტყვის თქმაც. ხო, ესე უხავისი პრობლემა აქვს იქით. დღეს მაგალითად კერძო უნივერსიტეტში განსაკუთრებით დიდი პრობლემები, იმიტომ რომ სეულს აქვს ძალიან დიდი პრობლემა და იქ ახლა კერძო სხვა სტრუქტურა მოქმედებს და ხო, დღეს სტუდენტებს დიდი ბრძოლა უწევთ. იქაც მე სამხატვრო აკადემიაში არიან კიდე სეულში არიან, ბათუმში, ზუგდიდში ან თეატრალური და პროგრამა არის. კი. მიუხედავად რომ სტუდენტი აღარ ვარ, რაც უკვე გაზაფხულის შესაძლებელი შემდგომ, მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი არის და მაქვს მოლოდინი, რომ აი 2016-2024 ბაკალავრ მაგისტრების ვიყავით ამ წლებში მოპოვებული ხარისხიანი ხალხი. ან თითქოს რაღაც უკვე უფროსი თაობა ვართ რა. ეს არის რაღაც წარმავალ კლასს მივიღეთ. ხო და ამიტომ ძალიან დიდი იმედით უყურებ იმას, რომ ანუ ბევრად გამართულად, ბევრად ადეკვატურად, ბევრად სწორხაზ, მრავალ სწორხაზოვნად უწყობ იმას, რომ ანუ თანამდებობად ლაპარაკობენ. ეს რა ქვია სტუდენტები და მეორე თვალში მოსახვედრილი გარემოება არის ის რომ ანუ არის დაგროვი ხარ თუ არა აქტივისტების უმეტესობა საქართველოში სტუდენტების მათ შორის არის სულ ბიჭები და აი მაგალითად ახლა თქვენი შემთხვევა რა სხვა უკვე ყოველსა ისეთ ვარიანტში ორი ბიჭი დავჯერებოდეთ ხო და რაღაც ვილაპარაკებდით რა ხო ანუ ეს გოგო აქტივისტებიც რომ მოდიან ანუ ეგ ნიშნავს იმას რომ ანუ კარგად გაქვთ გააზრებული სტუდენტებს, რომ ავტორიტარიზმი არა მარტო ანადგურებს რამე უნივერსიტეტს, სტუდენტურ ცხოვრებას, არამედ ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორც არის ქალთა უფლებებიც მათ შორის რა. და აი მაგის გააზრება რო ხდება, ძალიან კარგია სინამდვილეში, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონია ასეთი სხვა ფორმის შინაარსის აქციები და პროტესტები. ამიტომ ბევრი სხვა უნივერსიტეტები ორივე სქესის აქტიური ჩართულობა სტუდენტების მხრიდან, რომ ქალი
ის გოგოს შევხედოთ ხო ანუ სასმაუს ლეგენდარული ხო აქტივისტი თავის ჭექარე და ჯენშოპიესებური ქარიზმით ხო ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ თანაც ბრძოლა დამკვიდრებულს ემანციპაციისთვის უკეთესი ქვეყნისთვის უკეთესი ამბებისთვის და რაც მთავარია ჩვენც გვაქვს სოლიდარობა სერბების მიმართ იმათაც აქვს ჩვენდამე და ეს არ დაწყებულა ჩვენში დარჩეს ახლა ანუ ეს არ დაწყებულა 2020-იანებში 2017 წლებში თუ სწორად მახსოვს ბევრი ქართველი სტუდენტი ჩამოვიდა ბუდაპეშტიდან ბუდაპეშტში იყო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ეგრეთ წოდებული SIU რომელსაც ვიქტორ ორბანი ხურავდა და დახურა პრინციპში ბუდაპეშტიდან გააძევა ეს უნივერსიტეტი და მაშინ თბილისში იმართებოდა SIU-ს მხარდამჭერი აქციები რომ აი ჩვენ გვესმის რამდენი მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ავტონომიის იდეა თბილისის სტუდენტებიც კი როგორც SIU-ს ალუმნები ისე ხალხსაც ქვეყნა ფეხი არ გაუდგავს ვაცნობიერებთ თქვენს ბრძოლას და თქვენს მნიშვნელობას და მაშინაც ასე ქალები და კაცები გოგოები და ბიჭები ძალიან აქტიურად იცავდნენ ამ უნივერსიტეტის იდეას და უჭერდნენ მხარს უცხოელ სტუდენტებს და ეხლა კიდევ ძალიან ისეთი მრავალფეროვანი შინაარსი გვაქვს ხო ანუ და გააქვთ და დიდი მეტ უყურებთ ან ამ იმის მიღმა ხო საკმაოდ სოლიდური ცოდნაც დგას რა ეს არის რაღაც სტუდენტები გამოგვართ აუდიტორიიდან და რაც ხედავთ ყველანი ხედავთ რომ ვიღაცას შთას მესამე ნაწილი უდევს და ვიღაცას ეს უდევს და დაშასება უდევს და კითხულობს რომ რაღაც სილაბუსშია შესული გამოსწორება ჩააბარონ ვიღაცას გამოკვლევები უდევს და კითხულობენ ხან თომას მასზე და ხან გილგამეშზე ანუ სულ პროცესში არიან სტუდენტები ვინც აქტიურად არიან ანუ აქციებზეც აუდიტორიაშიც პირველ სართულზეც ეკორპუსშიც ხო ანუ ბეშიც და ყველგან ხო და ეგ კარგია ეს რომ თან საქმე თან აქტივიზმი თან ემანციპაცია თან ბრძოლა თან კეთილდღეობა და რაც მთავარი წმენდა გამარჯვების რა ანუ მეტი აღარ დაგვრჩენია სხვა რა ანუ თან სტუდენტისთვის კიდე ის არის პრობლემა რომ იმიტომ სწავლობ რომ ამ ქვეყანაში გინდა გამოკვლევა შეეცოდნა და ჩვენ ხომ რეალურად და თქვენ იმიტომ აკეთებთ ამას რომ ვიღაცა პოდკასტს სწავლობს უნდა რომ უკეთეს პოლიტიკური გარემო იყოს და უკეთ ვიღაცა სოციოლოგიას სწავლობს უნდა რომ წავიდეს და რუსთავის ან პირობითად რომელიმე განვითარებადი ქალაქის ურბანისტიკა შეესწავლოს ბათუმის ან ქუთაისის ხო ამ ხალხს უნდა ან კი რომ საქმე აკეთოს და არავის არ ეხალისება მოდი ვთქვათ რომ აი ღამეები ათენოს და უბრალოდ ამას იმიტომ ვაკეთებთ და ვაკეთებთ ჩვენ როცა გაულოს ხალხს ვათენებს და მერეც არაერთგზის რომ ანუ ჩვენ ვინდოდა რომ ეს ყველაფერი მორჩენილიყო რომ მე შვიდად გადაგვეშალა და წიგნები და გვეკითხა ყველაფერი და აი ძალიან კაი არის რომ ეგ განწყობა გვაქვს მაგ განწყობის გარეშე ალბათ აქამდე ვერც მოვიდოდით რა ამიტომ საქმესთვის სიყვარული არ ახლავს და ცოდნის გასწრაფვა ეგ არ სტუდენტური პროტესტი არ არის და არც უწეფელის ნამდვილაში რა ხო აი მე როგორც მივხვდი მაინც უფრო დადებითად აფასებ დღევანდელ სტუდენტურ მოძრაობებს და მშურს რომ არ ვარ მაგისტრატურის თუნდაც მესამე სემესტრში ეგრეთ აბარდაგდენ და მოგვიერთდი მოძრაობაში ხო აი წინა რუსული აქციები დროს წერდი სამაგისტროს და იმახსოვს რომ ჩემს ყველაზე ბედნიერი ეპიზოდი იყო ეგ რომ ან თვალები დათხრილე მე და ჩემი კურსანტები აი როგორი გაწამებულები ვიყავით რომ აი ჩვენ სამაგისტროები დაიწერა ღამის 4 და 5 საათამდე რა ან და ეს ყველა მიცის ან რო გააჩერეთ ახლა ჩემი მართლობის პროფესორი ყველა იტყვის ერთ და იგივეს რომ ვიცით რომ ეს ხალხი ან მესიჯები ხელმძღვანელთან სადაც მიდიოდა ხოლმე მეილით რაღაც დილის 6-ზე აი ბატონ პროფესორო ეხა დავამთავრე ხო იმიტომ რომ აი და ჩვენ ვიხარობდა ეს და გვიამაყებოდა რა იმიტომ რომ წლების მერე რო შევხვალ აუდიტორიაში და აღმოაჩერო ის თუნდაც წინა სემესტრში ყავდა კურსზე 50 სტუდენტი და ეხლა ყავს 10 იმიტომ 40 ერასმუსთან წასულე ეგ აღშენი გამარჯვება სინამდვილეში რა და ეს 10 არ გეცნობა კიდე იმიტომ რომ ეს 10 ახლა ჩამოვიდა ერასმუსიდან და მაგისტრის რომ გაცვლა მიმოცვლა იყოს უნივერსიტეტში ცოდნის და იდეების და ღირებულებებს ამ მაგისტრის გვინდა თუ გამოჩნდა ერასმუსის ამბავს და სხვა ყველა უპირატესობას რაც გვაქვს გლობალური სამყაროსგან მაშინ ჩავიკეტებით და ვიქნებით ძალიან იზოლირებული და ეს დააზარალებს ბიოლოგიაში ალბათ
საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებს, იმიტომ რომ თუ არ დაგროვდა ქვეყანაში კარგი ინჟინრები, ამ შოუი ახალი მომხდარია, მიწისძვრების სეისმური ზონებია და ასე შემდეგ, ხო? აბასთუმანში ობსერვატორია არის და მიატოვებენ ამ ობსერვატორიას და ფიზიკოსები გვეყოლება, ამიტომ ყველა სექტორს დაარტყავს რა. თორე ქართული ხელისუფლება არ ჩადებს ასტროფიზიკაში პოსტულს რა. და ეგეთი ამბავია, ასე რომ ხო დიდი იმედი თქვა რა. და მადლობა თქვენ, იმიტომ რომ კაი, ამ ხალხ ხედავთ мотивация, უხარიათ, ამაყობენ და აი თქვენ ლექტორებიც ხდებიან, ესეც მაგრამ იამაყებენ წლების მერე და ეხლა შეიძლება არ გეუბნებიან, მაგრამ წლების მერე იციან ხოლმე ეს ხელისუფლება, რომ აუ რა ხლა გასაფრთხილ ხარ და გახსოვს იქ რომ იყავ მაშინ და მოდი ავამოყობდი რა. და კარგია რა, სწორ მხარეს ხართ და აი თქვენამდე იყო ნიკოლაძე, მე იყო აკაკი შაინზე, მე იყო თამარ ჩხეიძე და ისტორიის შემოქმედი გახდა, ანუ მომიშვენია რომ მიიღო. და ხო, მნიშვნელოვანია მაინც ყველა მხრივ მნიშვნელოვანია. მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი და შენი მოსმენა და იმედი მაქვს რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის და იმ სტუდენტებისთვის ვისაც ჯერ ბოლომდე არ განაგრძებია ეს პროცესი, სად ვართ, რა ხდება ჩვენს თავს და რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ბოლო კითხვაზე ხანდახან ჩვენც არ გვაქვს პასუხი, არ ვიცით ჩვენც რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ერთი ვიცით რომ სახლში არ შევდივართ, გარეთ ვართ და მუდმივად მოძრაობის რეჟიმში ვართ, იმიტომ რომ შეიძლება ყოველთვის არ გამოგივიდეს, მაგრამ უნდა გააკეთო და თუნდაც გამსახურდია და ნიკოლაძე და სხვა ის ადამიანები, რომლებსაც შექმნეს და დაწერეს ეს ისტორია არის საუკეთესო მაგალითი ამის. მაგრამ კი გვინდა ჩვენ მალე დავიწყოთ შედეგი, მაგრამ ეს მაინც არ ყივა ხოლმე. ასე რომ მადლობა შენ. და წარმატებები და გამარჯვება რაც თავარია და კარგი GPA მისურვებია მოგწყვეს. სამწუხაროდ აი გაგავიცით უკვე რა არის, მაგრამ ხო, თავარი ეგაა. ხო, თავარი ხლა ეგაა. კი. თავარი. მადლობა.